აღმოჩნდობის ახლა მომავალ შაბათს ჩვენ ქართველ ებრაელების ტრადიცია, რომელიც ჩვენ კორკოტის ჭამა ვიცით. ამაში ბარუხაშე ბევრი არის ბევრი თორა არასწორს ზოგიერთ, მაგრამ კორკოტის დინები კარგად იციან. რაბი კორკოტობა ამ შაბათ, ხო კორკოტობა. ყოველ შაბათ არის რაღაცა, კიდუში, გამჭირი ხსენება, ბირქათ ამაზონი, სიმღერა, ქება, დიდება, სეფერდონის მოსმენა. მაგრამ ამ კორკოტობას მაინც უთხილდებიან, შემორჩათ ეს მამა პაპიდან ძველებური ტრადიცია და მაინც რომ ვიცოდეთ ეს просто ვიხსენებ ამ შაბათს ეს იკურთხება. გეგეცინება ერთმანეთ ამერიკა დღეს ტელეფონზე ამერიკა და შემეკითხა წელიწადში ვართო. ესე იგი აბელი ოჯახი, რომელსაც რომ ამ წლის განმავლობაში აუგზავნეთ ვიღაცა და გავიგეთ ვიღაცადანაო რომ ჩვენ კორკოტი ოჯახში არ გეგვეკეთებინებაო. და გავგიჟდი კაცი, რომ მოვისმინე. სიდან არის, სიდან მოაქვს ხალხ ასეთი რაღაცა აზრები, უშნო, რომელიც თორაში ვაფშე ხსენებაშიც არ არის არსად და აქედან ისწავლეთ, წარმოიდგინეთ, რამდენად უფრთხილდებიან ზოგ საკითხებს. ისვალებული თუ მოვიდა სიზმარში, კანკალობენ ამიდან რაღაცა, დიდი ამბავი ხდება. შედალოცვილო, მეტად უნდა შეგაშინო, შემაცოდო, შემობრალმა. გაუფრთხილდე მადის გაკეთებას. შენ მეგობარს არ დაუშავო, ვიღაცას არ აწეინო, ვიღაცას არ წაგლიჩო. აიგე, ასეთებზე გაუფრთხილდე ადამიანო, ეს მეტი დიდი მადლია, ვიდრე რომ შენ რაღაცა სიზმარე ნახე და სიზმრის გამო გეშინია. ერთმა პოლიტიკოსმა, არ ვიცი სიდან, იბრალებს ავისეთ პოლიტიკას შევიდა უბრალოდ. უნდა შესვლა და პარტია გასწნა. და გაზეთში წერავს რაღაც სამარცხვინო. წერავს რომ ლეო გემეცხადენო რაღაცა სიზმარი ნახო ანგელოზმა და მავალაო პარტია უნდა გახსნაო და უნდა დაიწყო და იმან წააგო რა თქმა უნდა. თავის გონება, ცხოვრება, ყველაფერი. მოკლედ, ნუაყვებით სიზმრებს, ნუაყვებით ამდენ ამბავს, სისულელებს ჩვენ ვიცოდეთ, თორა რასაც გვიწერავს ეს არის. შეგიძლიათ ბედნიერად კორკოტი გააკეთოთ, ჭამოთ, ისარგებლოთ, მრავალ დაგასროთ ღმერთმა ამენ. და რადგანაც ეს ვახსენეთ, დავიწყებდი ამითი რაბი ხახამ ბენციონის გადმოცემა, ჩვენ დიდი რაბის, საკაის უდიდესი რაბისი, ეფრემაშვილის, რომელიც პაპას აქ ნათქვამი ესდა, ბავშვობაში მაქვს მოსმენილი. 5-6 წლის ვიხდებოდი სულ, ეს რომ მახსოვს კარგად ჩამბიჭდილი მაქვს თავში. სიტყვები პარაშის, რომელიცაც რომ იწყება დღევანდელი პარაშა, ახლა მომავალი პარაშა, ეს არის ვაი ბეშალახ პარყოეთ აღამ. და რაბი ამბობდა ასე. ვაი ბეშალახ, ეს არის რა შედებოდი. წინა ბუკვები, პირველი ბუკვები ამ სიტყვების, რომელსაც ახლა მოვიხსენიებ. ვენაგუ ისრაელ, აშემ იშმერე, ბეშაბათ შირა ლეხოლ ხიტა. ვაი ბეშალახ, პირველი ასოები არის ვენაგუ ისრაელ აშემ იშმერე, ბეშაბათ შირა ლეხოლ ხიტა. ისრაელის შვილებს ღმერთმა შეგვინახოს ყველანიო, ტრადიცია ჰქონდათო შაბათ შირას, პარაშათ ბეშალახში ჭამდნენ მოხარჩულს პურიკაკას, რომელიც არის კორკოტი. ჩვენი ასე დასახელება. ეს რაბის გადმოცემა, ეს მე ნახული მაქვს, დიდი რაბი ბრძანდებოდა რაბი რახამიმ შეალთიებნილიო იერუშალაიმში, მას სეფერი აქვს დაწერილი შემეშუმაგენი, ეს გამოვიდა იერუშალაიმში, დაახლოებით არის 148 წლის წინეთ ზუსტად გამოსული, ოსეკი ბრძანდებოდა, დიდი რაბი ბრძანდებოდა და მან დაწერა მის სეფერში ეს სიტყვები, ზუსტად ეს რა შედებოდი, ალბათ რაბი ხახამ ბენციონი, როგორც იერუშალმი, ბრძანდებოდა იერუშალაიმში, დაბადებული აღზრდილი, მან იქიდან ეს ისწავლა და ჩამოიტანა საქართველოში ეს წმინდა და მაგარი სიტყვები, რომ პარაშაშია ჩასული ჩვენი ტრადიცია, რომ ჩვენ ჭამთ ამ შაბათს, კორკოტის შაბათს უძახით კორკოტს. ამისათვის ესეც არ დაგავიწყდეთ. ამასაც ვიტყვი ახლავე, ვიცი რომ შეკითხვები მერე დაიწყება და როგორ არის კურთხება, რა უნდა ვაკურთხოთ, უკვე დაიწყენ დღეს დაწერა. მეკითხებიან WhatsApp-ებით, ტელეფონებით, თალვიდები, რაბებიც და მოკლედ. რო არ იყოს აქ დაბნება, ამას მოკლედ გამოვაცხადე და ვიტყვი. თუ ისე კეთდება ის ნაწარმი ხორბლის, პურიკაკლის და ქალის ხელი არის ასეთი ხელი და არის სხვანაირი ხელი. არის მაგალითად ხელი, რომ შიგნით პურიკაკალი, ხორბალი ჩანს რომ ეს პურიკაკალია. ჩანს რომ ხიტა ეს ნაწარმი არის პურიკაკლის. პურიკაკალს ხო გააჩნია თავის ფერი.
ხო გააჩნია ის მარცვალი რომელიც არის რომელიც ჩანს ото გარგილ ხო ჩანს თან იმას გააჩნია რაღაცა ოქროს ფერივით ნამდვილ პურიკაკას თუ ეს ჩანს მაშინ უნდა აკურთხო მეზონოთი ბარუხათა ყურებინე მეზონოთი როგორც იგურთხებიან ლეკერზე ნაცვარზე ასე უნდა აკურთხო თუ ეს ჩანს კარგად აუგრძიგად თუ მაგალითად ასეთ შემთხვევაში ბოლო კურთხებაც უნდა იყოს მეზონოთის კურთხება αλλά ხია მაგრამ თუ არ ჩანს ისე ზილამს ზოგიკა ისე ურევს ზილამს ნაყავს უკვე სახეც დაიკარგა წყალისავით არის უფრო არაფერი არ ჩანს იქ პურიკაკის თუ ისე გაფუჭდა სახე ამ კორკოტის რო შიგნით ეს რო კორკოტია ეს რო მარცვალია პურიკაკალია არ ჩანს ხომში დაიკარგა თავის მეობა თავის სახე ამაზე აკურთხებთ შეაკოლ ესე არის არახა რო იცოდე ბოლოშიც ბერახა შეაკოლის ორნიფა შოთრაბოდა ამითი გამოდიოდა მე რადგანაც რო პოსკიმებში ამ ყველა თემებზე კამათი არის როგორ და რა ფედერალ შევალა დეტალებში ვიდრე ამას საკალახა მაგამაზე დაწერილი განთქმული საკალახა ამ საკითხთან დაკავშირებით ხოლო რადგანაც რო პოსკიმში ამაზე დევა არის კამათი არის ზოგი რაბინი ამბობდა ეგრეთ საჭირო ზოგი სხვანაირად მე ვიცოვნია მაინც ჯერ ხელ ვიბანთ პურ ვაკურთხებთ და პურის შემდეგ როცა ვაკურთხებთ ამოცი მე როგორ ჭამთ ორგოც უკვე იმას კურთხება აღარ ჭირდება ვიდრე პურს ყველაფერი გამოყავს რო იცოდეთ სადაც პურა კურთხებ რაც რომ საჭველი შემოდის სიყუდაში ყველაფერი გამოსულია კურთხებიდან აღარ არის საჭირო ღვინოს თუ აკურთხებ და ფიქრობდი ღვინის შემდეგ წყლის დალევას შეაკოლის კურთხება აღარ არის საჭირო ღვინოს გამოაკ შეაკოლის ესე იგი პური ანთავისუფლებს ყველა კურთხებიდან ღვინო ანთავისუფლებს ყველა შეაკოლის კურთხებებიდან სწორედ საერთოდ აიმახსოვრეთ ეს მოკლედ მაინც დავიწყე ბეშალახი დავიწყე ამ სიტყვებით რომელიც ეხება კორკოტის ანახას იმიტომ შეკითხები ბევრი მოვიდოდა და უკვე დაგამწყნარეთ ბარუხაშემ თუ იმეს კიდე შეკითხვა გაქვთ მე შემდეგში შეგიძლია კიდე ვილაპარაკოთ ხალ დავიწყოთ ფარაშა ვაი ბეშალა ფარყო ეთაყამ დაიყო როცა რომ ფარყო გაგზანა იგიერი გაუშვა ისრაელში ფარყომ გაგზანა გაუშვა იგიერი ისრაელში ვაი სადაც წერია ვაი ყველგან ვიცით გებრამ დაადგინა ეს ასე მიგრაშია მეთორმეტე ბურსელზე სადაც წერია ვაი ყველგან გაჭირების სცენა არის სადაც რო წერია ვეჰაია თორაში ეს არის ყველგან დალხინების სცენა მიდრაში მაგ ნახული ერთ ადგილზე მიდრაშ რაბაში უნდა იყოს ვავსები კი გარის წერია ვედავარზე ალა ეს ამოვიდა ჩვენ რაბებთან ხელში ამოვიდათ რო ჩამოვიდნენ ბაბელიდან გალუთიდან რაბებმა ჩამოიტანა ეს სეკრეტიო სადაც წერია ვაი ყველგან ვაი და უი ჩვენ წერ ეს არის ცუდი ამბავი ესე იგი ის ნაცვლადი თორის უკვე წინასწარ მეკვლობს ახმოვანებს რომ აქ ცუდი რაღაცა მოხდა ვაი ყველგან ვეაია დალხინება ხლა თუ ასე არის აქ შეკითხვა იბადება ვაი ბეშალახ ფარყოიტაყამ დაიყო როცა ფარყომ გაგზანა იგიერი აქ რა გაჭირვება იყო პირი დალხინება იყო ისრაელისთვის მაგრამ გამჩენ უჭირს როცა მის გაჩენილებიდან ვინმე იტანჯება ზარალობს ჩხილიც რო ეთქინოს ამშოლობა ისრაელის ღმერთმა გააჩინა არა ისრაელის ღმერთის გაჩენილია ადამიანი ყველა ადამიანია გამჩენი ტირის კი ესენი ბოროტები არიან და ესენი ჭიშმარიტები არიან ამათ გადარჩენა ეკუთვნით ამათ დაღუპვა წყალში ხოლო მაინც ჩემი გაჩენილია შვილი გული მაინც კივა იმიტომ ვაი შვიდო დაიძახა ვაი როიცო ეხლა განა ამ ლიბრეტორაში ვერ შევეხები ამ ლიბრეტორას მაგრამ აქ რო წერია ვაი შვიდის დაძახებული არის ეს ვაი ფარყო დაიძახა ვაი აქამდე ღმერთი ჩემთან ლაპარაკობდაო მოციქულებით მიგზანიდა შალიახებსაო აი ის მიზეზი რატომ მიგზანიდა გადის ეგვიპტედანაო ისრაელის შვილი დღეიდან უკვე გამჩენის ხმას
გამოგზანილებს ვეღარ მოვისმენო. ვაი, რა დავკარგებენ. ისრაელიც ამბობდა ვაის, ყველა კი არ ღირსებია, ყველა სამოსვლა ეგვიპტედან. 4/5 დაიღუპა ეგვიპტეში. არწამთაც. არწამ მორწმუნეები არიყვნენ. ეგონათ რომ ეს ყველაფერი გამჩენის სიტყვები კი შემოპირებული გზანდება უფალი. მამა იაკობნა თქვა მია დრო დადგება დაისწრები. იოსებ ანდეზა დატევა. ხოლო ნუ ეს არის ყველაფერი ილუზიებიო. ზოგიერთ ხოლმე დღეს ვასწავლებს. ეხლა ეს იმუნერხე დირექტორში ვილაპარაკეთ ეხესკელის სიტყვები რომ დრო დადგება გაცოცხლება ძვლები მიცვალებულები ადე ხარიან რაღაცა მოდაიბეშო აელე ეხესკელი 27 თავი ამაზე დარაშოდი და აიო ასე ხელი ზეგერდიაცია ეგაცო ხდება ხლა ამერეზე რა წერია გიბარაში დამგირა თალმუდმა ასეთ სანედრეში უნდა იყო 99%-ზე იმარამძანეს ვისაც არ წამსო ვერც ესწრებაო თი მასშაკი მომზანდებაო ისრაელი დაიხსნებაო მაგრამ ის ამ ცერემონიაში ვერ დაესწრება არ წამსო ვერც გაცოცხლდებიო წამს გაკემუნა მიენდე გამჩნე ამიტომ აქაც ვაი რადგანაც რომ ბერმა არ მიიღო ეს ემუნა გამჩენის რომ დაიხსნებოდნენ ეგვიპტედან გამოვიდოდნენ ყმობიდან მიიღებდნენ თორას გახდებოდნენ თავისუფლები ადამიანები სოფლიოში აღიარებულები ერათქცეულები დამრიგებლები სოფლიოსის მასწავლებლები განათლების მამტანი არ ჯეროდათ ამ ამბავს ამიტომ გამჩენა ის დატოვა განაცხადა 4/5 დაიღუპა 1/5 გადარჩა იგი არის მოყარილი სიარი ჩამოწერილი ლიბრეტორი რომელსაც ბეჭდავ პარასკევობით ნახავთ იგანა თელი დარაში დაწერილი მაგ გაგზავნილი მაგ უკვე სადაც რომ 7 რომელიც ამბობდნენ ვაის ტიროდნენ დაიყო როცა რომ გაგზანა ფარყო მიგიერი ველონა ხამელოიმ დერე ხერეც ფელიშტინ არატარა ისინი ღმერთმა მოკლე გზით რომელიც იყო ფელიშტიმის ქვეყნისაგან მეტი ახლოს იყო ისრაელის შემოსავალი ხერეს ფელიშტიმის ჩხარგზე ველონა ხამელი გამჩინო არატარა არ წაზავა ამ გზით ისრაელის რადგანაც რომ მათთან იყვნენ ბევრი ყერებრავები სადაც რომ წერია ამ იცოდეთ ეს სიტყვა ამ ყველგან ეს არის ყერებრავ ეკოლბაკო სადაც რომ წერია ისრაელ ეს არის ნამდვილი ისრაელის შვილები რა არის ყერებრავი ეგვიპტეში იოსების დროდან როცა იოსებმა იქაური ეკონომიკა გამოავიცა ხალხი გადაარჩინა შიმშილიდან სოფლიო ჩამოდიოდა რაფერ წერია ბერეშიში ვეხოლარეც ბაიმ ისრაიმა ელი სოფლიო ჩამოდიოდა ეგვიპტეში საყიდლად პურისთვის საცხოვრებლად რადგანაც რომ ეგვიპტე იყო მაშინ ის გადარჩენილი კუთხე სოფლიოში სადაც რომ ღმერთის ხელმა აჩუკას იმაწყე თელ სოფლიოში პური კაკალი არის შონება გამხმარია დედამიწა მაგრამ ეგვიპტეში იოსების ჩერეს იოსებით გამჩენმა ღმერთმა გადარჩინა თელი სოფლიო ჩამოდის ყველა ერებიდან ყველა ნაციონალი სულ იყო ჩამოსული იქიდან რაშვებოდნენ ცხოვრობდნენ თან მოქალაქეობას ღებულობდნენ თან რომ გედერჩინათ ეს ხალხი ყველა შემორჩა ეგვიპტეში სულ ყველანი იყვნენ მერე დროთა განმავლობაში ფარყომ გადაკეტა საზღვრები ხალხი აღარ გაუშვა ჩარჩა ეს ხალხი ისრაელი რო გამოდის დაიღვა საზღვრები სულ ყველაფერი დაამხო უფალმა სემულობებით სულ ყველა დამაკაებელი ძალა კუდიანობით სულიერი ან სხვადასხვა გზით ჯარით ზალით დამონაებით დატანჯვით სულ ყველა მოსწორებმა თავისუფლება მიიღო ისრაელმა ამ ისრაელ გამოყვაჩვენეს ის დიდი ერები სხვა ერები რომლებიც რომ იყვნენ ნაცალდებად ჩატოებულები ამათ ქვია ერებ რა მრავალი გარეული სხვაგან სხვა ეროვანი რომლებიც რომ გერია საისრაელში ბევრი იყო თუ ისრაელი იყო 1/5
ესენი იყვნენ 4 მეხუთედი. იმდენი ხალხი იყვნენ. ხალხი გამოვიდოდა ეგვიპტედან გააკეთეს საკითხი. ხლამაც თუ ისრაელი ჯეროდა გამჩენის ყველაფერნაირად, მამა პაპიდან, ამათ იმდენად წენა არ ქონდა, არ იწოდნენ. კი დაინახეთ სასწაულები ეგვიპტეში. თან მოინათლენ თავი, რომ იცოდეთ ესეც. არა, ხოლმე ახერდავე. შახალა თორა გოთე, ვეიდგაზრუ, ესე იგი, მილაც გაიკეთებ ამ ყერებრაბმა, არა ძირითადად ებრაელებმა. გამიმასუბრით, გამოვიდნენ ეგვიპტედან, მაგრამ რადგანაც რომ ბუნებრივად არ იყვნენ, ინტეგრალურად არ იყვნენ ებრაელები, ისრაელის შვილები, לא היו כחלק מהעם שלנו, არ იკუთვნოდნენ ნაკლები რწმენა ჰქონდათ. ჰქონდათ, რასაც უყურებდნენ, რასაც არ ხედავდნენ და მამაპაპიდან არ ჰქონდათ ეს ჩამჯდარი ტანში, ტრადიციულად. მაინც განსხვავება. შე ტრადიციულად ხარ ადამიანი მორწმუნე თუ რაღაცა ნახე, არის ზოგიერთი, რაღაცა ვიხილეო, სასწაული მანახა გამჩემაო და აი მე მჯერა გამჩენისაო. სასწაულით კაცი მოსული ჭკუაზე შეიძლება სხვანაირი სასწაული ესიძრო სხვალი და გადავიდე ჭკუიდან. ტრადიციულად მოსული მამაპაპურად რო წამს და არის დამბული შეკრული სული გამჩენთან, იმას არაფერი შეცვლის. აიგე? სარემუნა მენა ჩამშარი დამში. დაიძახა უფალმა ჯერ არ არიან ეს ხალხი გამზადებულიო სათარადია სულიერათაო. რომ შევიყვანო ერეთში ამას ჭირდება გამზადება სულიერი სიმაგრეო. ბევრი ნესები აქვე ნახული, მაგრამ კიდე მაგ ერთი დაგეგმილიო, რო ის ყველაფერ შეცვლის შობერ კოლამიშვაოთ. თელი აქსიომები რაც იყო, ყველაფერი დაირღვევაო, იმას რასაც ვანახებო, თუ გავიყვან ზღვიტო. ერეს ფელიშტიმით რო გეყვანა, ზელოაია დერეხიამ. ეს არ იყო შერეს ზღვა, ეს იყო პირდაპირ ხმელეთზე. პრიამა ხმელეთით. გამჩენმა ბრძანა არა. მე რო ესენი ხმელეთით გავიყვანო, ომს დაინახამენ პირდაპირ. და პირდაპირ ერეთ შეცვლას. და არ არიან გაწყობილი სულიერად, იმდენად ჯერ მომაღლებულები, რო ჩემი თორა და ჩემი ეს ტრადიციები რაღაცა შემდეგ ჭმიდა დავავალო, ჩაუჯდეს მაკანში. მაგრამ გავიყვან მათ დერეხი ამსულის მეწამული ზღვის გზით. და იქ ამ გზით რო გავიყვან, სასწაულებს ვანახებ ზღვაზე და რასაც რომ თვალით ნახავენ ზღვაზე, ეს უგესურათი აღარ გამოვათ ამათ აზრიდან არ აღწევს. ესე იგი, სულიერი გამზადებისთვის, კიდე გამაგრებისთვის გაიყვანა გამჩენმა ისრაელის წერი და ერებრაბი შერეს იამსუს და არა ხმელეთ, თორა გამჩენა პრობლემაა. ხმელეთი გაიყვანე და ომი იქნება რა, ომის გუშინია ჩვენე, ვისაც შეუძლია წყლები დააყენოს და ქემონებით მუმაინ, იმას რა თქმა უნდა რომ შეუძლია რომ ომშიც გამარჯვება მისცეს საისრაელის თუ ერებრაბები. მაგრამ ჩვენ უნდა არა შერეს ომი, სასწაული კიდე არაც ბუნებრივი წყობით მოტანილი არა. ესე იგი მიხუცლატება წყლების გომა, გაშრომა ზღვის, ფორმებზე განახევრება და ხალხის წარება შიგნით და სასწაულების ნახვა. ეს არ მიაგავს ომში ხვალ იგავე, ხვალ უკავია, ან დაგარყანს, ან გაიმარჯვეს, ან გაიმარჯვეს. ყველა ომშია მამგები და წამგები. იგე? ამაში არ არის დიდი სასწაულობა. რომს გაგიმარჯვოს გამჩენმა, აცნახა მოგცეს და ერთის მაგდა ერთი რო დაარტყა და განადგურა, მაინც იძღიან და სუსტი გამოდგაო შენი პერიო და ამიტომ გაიმარჯვა. ეს ბუნებაში, ბუნების რამკაში ჩასვამენ ამას. ამიტყვია, აი დიდი სასწაულია. მაგრამ ეს წყლების გომა და დიდი ამბავი რაც იქ მოხდა ზღვაზე, ეს უკვე სასწაულობაა. ამიტომ ვაიასებელოიმ გამჩენმა შეაბრუნა იგიერი გზითა უდაბნოთი გზითა წყლითა ზღვითა მეწამულითაო და ერთი მეხუთედი ამოვიდა ისრაელის შვილები იმის ქვეყნისა მიცრაიმისთაგან მეორე პირუში
შეიარაღებულები გამოვიდა ისრაელის შვილები מצרים סגנאו החמושים בלשון התחמשות או החמושים בלשון אחד בחמש חוץ דנרטים 20% 80% დაიკარგა ყველაფერი სიბნელი როცა იყო ჩამოწოლილი ეგვიპტეში მაშინ დახოცა გამჩნევა ის ჩუმა დამარხა ისრაელში თავის ტურები ტერიც რო არ გახარებულ ტერორ გახარებულ ჩესის მო ნუ გამჩენიდან ასე მოხდა მესამე ფილმში ვაჰამუშინ შეიარაღებულები ამოვიდნენ ისრაელის შვილი ეგვიპტესაგან აუკვირდით ეს მაგარი ფილმში რა იყო მათი შეიარაღება ვაიგახ მოშე et atzmot Yosef imo Moshem gaikoli amastan igizulები Yosef atsadikisam et zevda amzulets რაგანაც რომ ისრაელებმაც იცოდნენ მოსმენილი კონდათ გადაცემა კონდათ ებრაელებიდან ისრაელებიდან შიგნით დაგვაფიცამნა ირად იოსეფმაო გიაშბეაიშბიაკ ფიცით დაგვაფიცამ შვილები ისრაელის სამნაირათაო მოგითხვით მოგიკითხამთ ღმერთი თქვენ დაიყოლიეთ იგიძულებით ჩემი იმის აქიდან თქვენთან ერთათაო მისრიელებმა ეს რომ ისმინენ იოსების ცხედარი დაღუპენ წყალში დამალენ დამარხენ კაცმარიცოთ მოშებიან სასწაულობა ანუ ახლა დიდი ბრეთორები ამაზე დაწერა მოშერაბენო ასტი დაწერაზე და ყალე შორ ამოდი ხარო ამოდი დიდი ხარო აიგო ეს ასი ის როლა წყალზე მეეკარა თუ არა იოსების არონს ცხედარს იმწუჩივე ამოწმდი და იოსების ცხედარი მოგინახია პარაოს ემოკატარა ასე მოქანაუდა და მოდიოდა იოსების წარონი ჩაბარდა ხელში მოშეს და მოშერაბენო აღარ მიატყვა მოკიდებული თვითონ პატრონობდა მოშე ხედავდა იოსების ვლებს ხოლო მე მოვწყდები 2 წუთით ამ დარაში გადავალ აუგვიდით კარგად შემდეგ ამბავში უდაბნოში რა ხდება გიმარად ადგილს მასაღეთ სოდაში არის მე-13 ბურსელზე და ასე არის მეხილკაში პარაშად ბეშალახში უსაიარებოდნენ ჩვენი მამა პაპანი უდაბნოში ორი არონი იარებოდა ერთად ერთმანეთის გვერდში ორი ვთქვათ შკაფი ორი კუბო მოდის ერთმა თქვიანმა კაცმა მასწავლა ტრადიცია ზოგი სეპრეტორის არონ შკაფს უზახიან კუბოს ხო არა ის თქო არა საქართველოში ასე იყო კუბოს უზახდნენ აბები მე მახსოვს პარფორმეტა სულა სეპრეტორის კუბო მოზე ნიშნავს შკაფ ხოლო კალაპოტ სადაც რო სეპრეტორი ჩამზარებული შიგნით ხო მეტი ლამაზე არისო თქვათო შკაფიო კი ბატონო მივიღებენს ორი შკაფი მოდი თქვათ იარებოდნენ ერთმანეთის გვერდში ერთ შკაფში იყო გამჩენის 10 ცნება მოცემული ხასერეთად მეორე შკაფში იყო იოსების ძვლები რომელიც მოშერაბენუ დაიხსნა ეგვიპტედან ცნობილი არის გამჩენის ცნებები შკაფში რომელიც იყო შენახული იმას არ ჭირდებოდა ადამიანის ხელიტარება გემარამ დაადგინა არონ ნოსე ეთნოსავ არონი შკაფი თვითონ ციკავდა ამ ციკველებს ის რომ მოიდებდა ზურგზე გამჩენის არონს გამჩენის არონი მაღლდებოდა ასე მაღლდებოდა ის ხალხის იგი აერში იარებოდნენ არ ჭირდებოდა იმას ადამიანის ხელით და ეს იყო შეცდომა დავით აბელეხის განთქმული ამბავი რო არის
როცა შკაფი მოაკონდათ უზამ ხელი რო წაავლო მოკიდა ხელი დავით ამერეხი შეცდა იქანა შკაფი გამჩენის დადვა ამხელა დავითმა და ეტლზე ფაიტონზე აგალაზე და უზამ დაინახავ ვიტამინზე და რაღაცნაირად გამჩენის შკაფი და ხელი აიჭირავდა ხელი რომ მოკიდა ვაია ჰაშემ ეთოსა ადგილზე მოკლა გამჩენა მაგრამ დაადგინა დავითმაო აფეშიც დამაშიოდა თალმუდი იერუსალიმში გრაფული წერია დავით ამერეხმა ბრძანაო გამშენებულებაო ხმერთო ისე მიყვარს რომ შენი თორაო ზემირო და იური ხუკეხა შენი კანონები თორისაო სიმღერებად გადავაქციეო ესე იგი სიმღერაში გამოვიყვანებ ყველა კანონები და ყველა ალაჰოდები და დინებიო ყველა დეტალები რასწორაში მიზერიაო გამჩენმა შეაძაღა დავითსაო შენ თორასაო შენეო სიმღერა დაარქვიო დრო დადგებაო იმნაირ რაღაცა შეცდებიო პატარა ბავშვები ცდებიანო შეცდა დავით სეიგი არონი გამჩენის თვითონიარება იმას არ ჭირდება ადამიანის ხელი ასე იყო იოსების არონიც იოსები კი ავარებს საისრაელოს რო გახვალ ტაკიდანაო გაიყოლიეთ იგი ჩემი ცხედარი ყველთან ერთად მაგრამ რას ამბობს იოსები ვიაყალით ემეტყაც მოთაი მიზე ითეხენ აქიდან რო გახვალ დაგჭირდებათ ხელის მოკიდება რომ ამიყვანოთ დამგზალოთ დამსვათ მამამაღლოთ ადგილიდან ადგილზე შემიცვალოთ გზიდან გზაზე გადასხვაფეროთ ადგილები მაგრამ უდაბნოში რო იქნებითო იქანაო აღარ დამჭირდება თქვენი ხელის მოკიდებაო ჩემი არონი თვითონ დაიწყებს სიარულსაო ვეაყალითე მეტაცმოთაი რაკმიზე მარტო აქიდანაო იქანა უდაბნოშიო აღარ დამჭირდებით თქვენეო თქვენი დახმარება მჭირდება მარტო აღარ მჭირდება ცოტაო გამომიყვანეთ ეგვიპტედანაო და ეგვიპტედან რო გავალ უწმიდურ ადგილიდანაო უკვე ჩემი ძალაო თვითონ წაიყვანს აროსსაო სასწაულობა ხლა ემარამ დაადგინა მასხეთ ცოტაში უმოთა ყოლამებიო ეკითხებოდნენ ისრაელსავო თქვენ ერთი ღმერთი ხო გავსწრებთ რა არის ორი შკაფი ესე არა ერთი შკაფიო ცოცხალ ღმერთის არის უკვდავისაო და მეორე შკაფი ვისი არისო და მისვალებული შკაფია რა უნდაო მისვალებული შკაფსაო გამჩენი შკაფთანაო კაცო მარტივო შენ არონ შენ მეტ ליד ארון של חי העולמים ცოცხალ და უკდავ ღმერთთან მიცვალებული სარონი გაცო სვაგილი ვერ ნახეთო და რა პერარიო გავიკეთო გამჩენის არონი იარება თვითონაო მაგრამ მიცვალებული სარონი შკაფი როგორი იარება თვითონ ადამიანის ხელო უკიდებლად რა რაპაზუღაძლებოდნენ ისრაელის შვილები აი אומרים להם כי הם הזה מה שכתוב בזה ამას რომელსაც რომ თქვენ მიცვალებულად ხედავთ და უყურებთო მიცვალებული არ არის ცოცხლად ითვლებაო ატოდა ამან შეასრულა მიცვალებულმაო იათიცნება რომელიც ომწერია მეორე შკაფშიო ამან ის შეასრულა რაც საკანა დაიწერაო და ეხილდაში მოყოლილია ყველაფერი ეხილდა ვიზაბიში პრავს აფერ აწერია არონში გამჩენს არონში პირველი ცნება რა არის ანოხი ადონაი ელოეხა მე ვარ უფალი ღმერთი შენ ანოხი იოსები რო ხდება მის ძმებს ასე უნება მათ ეთა ელოიმ ანოხი იარე მე გამჩენს მიშინია მე და მაშინათო მე არ ვიცი მიშინია მე პროფესორში მიშინდა ერთი გამჩენი ღმერთის არ ის წავს ანოხი ადონაი ელოე ის ბზანდებაო მეორე რაწერია კიდე არონში გამჩენის აცნებაში ნუ იქნება შენთვის ნუ რამე ყაბოდა ზარა უცხო სამსახური მარტო გამჩენის იოსები ყველა უცხო სამსახური ერიდებოდა არაფერი ქონდა მარტო გამჩენის სახურებოდა სულ პირზე დაკერებული ქონდა გამჩენის სახე შედიოდა გამჩენის სახელს ახსენებდა და გამოდიოდა
გამჩენის სახელ პოტიფარი ეკითხება რას პუტუნობა გამჩენება ვიხსენებ ვიგონებ მადლობას ვუხდი ცოცხალიო დავში ზალა რომ აქ ფეხზე რომ გავარ შემდეგიც უკეთესი იქნებაო დაიჭირენ არაშპინია გამჩენის მჯერა მეაწერი არონში ლოთილცა გამოვიდა იოსები ხო ხელმწიფედ გახდა ქალმა რომელმაც დააბრალა რაც დააბრალა გაიყვანა მოკლა არა პოტიფარმა რომელმაც აწამა სადმე წერია რომ იოსება შეეხო არა ლოთახმოდ შელოხამადე შეთა პოტიფარ აბა ლოთიგნობ ამდენი ქონება შეაგროვა სოფლიოდან მანათი არა უღია თავის სუღლა ფერი მოკლედ დაადგინა მეხილდა ეხან ერთი ერთზე სიტყვაზე იოსების მონაკვეთში ყველაფერი ჩანს შემსრულებელი იყო რაც წერია მეუღლეში ესე იგი უმოთაყოლა მიკითხულობენ ერები რატო არის ეს ორი შკაფი რო იარება ერთად უდაბნოშიო და კაცის ხელი არ ეკარებათო გამჩენის არის ერთიო მეორეო მისვალებულისაო რომ მისვალებულის არა რა უნდა გამჩენს არ უნდანაო ამანაო შეასრულაო რა წერია აქნაო ის მოწმოსო პირველი შკაფიო მეორე შკაფზე რომ შემსრულებელია ყველაფერსაო იყო ყველაფერი შემსრულებელი ზე არ მიდრაში რა შეკითხვა არის მაგარი შეკითხვა ჩანსაკიდან ამ მიდრაშიდან მეხილდა არის მეხილდა რაბი ისმაყელის რაბი ისმაელ ქოინ გადულმა დაწერა რაბი ისმაელ ქოინ გადულმა ასარ არ უგებალ ხუჩინო პათი რომოკლა მეფებმა კეისარებმა რომის კეისარებმა გამოიყვანენ ხო იათი ცნობილი განთქმული რაბინები მათ შორის ლიბი ისმაელი ქოინ გადული რა კაცი რა შეხედულობა რა ჭიშმარიტობა გებარაკაბოდა ზარაში რა მოყალილი გაატყავეს მარმინა არ მიდახლა ნუ მოგეთ ამდენი ამბავი ამ ხელასtilamasse სიმშვენიერე კედუშად არა თორა სიწმინდე მანახაშარად ველაპარაკებოდა 80 დღე იმარხულა ზეცე როგორც ჩვენ ვარხულობთ კიპურ ხო მაგრამ რა თქმა უნდა რომ შუაში რაღაცა გაიჭამა მაგრამ დღე 80 დღე რომ მაღლიდან ასტუღი მეეცათ ერთ შეკითხვაზე შეკითხვა დასვა რა დასვა იცი არის ფერექშირაში ყველა გაჩენილი ყველამზე გამჩენ ქებადიდებას მოხსენებს ხეცი პირუტყვი მოხოხიალე და სახელებით არის განა ყველა მოხსენები ლომი ამას ამბობს სტატია ამას ამბობს და მათ შორის არის მოყვანილი ზაღლები რას ამბობენ ზაღლების სიტყვები რა არის ეხუნერანენა ლადონაი ნარიყალე წურიშენო ნეგადემა ფანავბეთოდა ბიზმიროდ ნარიალო გამჩენეუნება დავით ამელეხი წავიდეთ და ვაქოთ ღმერთი უღადღადოთ ღმერთს და ჩვენი ხმით ვიღრიალოთ ვილაპარაკოთ ის სიდე ამ სიტყვები ვინ ამბობს ჩასვა გამჩენა ის სიტყვები ზაღლების პირში და რაბი შუელ ქოინგადულმა 13 წლის ბავშვი იყო როცა ის ისწავლა რატო დამადიან და ზაღლებაო ამ ხელა ქებადიდებასა და ამას შეკითხვას უსწრებს გამჩენდა 80 დღამაზე იმარხულა დემეცხადა ანგელოზი და ლაპარაკობდა და იქიდან დაიწყო ანგელოსთან სწავლა თორიც ვინ არის დღეს ყველა რაბინები ყო და მოხარჩუელდა გადაამბა რაბი შმაღერის ერთი მეოთხედი ადგა და არ გეწყინა მაგრამ ეს არის სიმართლე ხლამ ხელაგას რაბი შმაელ ქოინგადო ამის მეხილდაში სეფერია მეხილდა რომელიც არის შემოძზე დაწერილი ეს მეხილდა მთლიანად თავიდან ბოლომდე და იგეუნება პირდაპირ იოსეფო შეინახაო ყველაფერიო მასალა დადიბროთიო რას გულისხმობს ესე იგი იმას გულისხმობს რომ ჩვენი ერის დასნა და გამოსვლა რომ გამოვედით და იარებოდნენ უდაბნოში ეს შკაფი რო იარებოდა რაფერი იარებოდაო და ასერეთ ადიბროთის მადლითაო ესე იმ ხელაცალა იყო ათაც ცნებაში რომელიც დასწერა გამჩენმა ღმერთმა მისი ხელით ამ ხელაცალა ქონდა რომ შეეძლო ამ კადოშ ამ წმინდა ქვეს და შკაფს თავისთავი მემაღლებინა და ამიტომ იარებოდა უადამიანის ხელოთაო კითხვა იბადება ეს ყველაფერი როცა რომ აცილება მიიღე მაშინ შეგიძლია თქვა
მაგრამ ეგვიპტედან რო გამოდიან და იოსები ამათ ეუნება აქედან გამიყვანეთ მეო მაგრამ რო გახვალთ ეგვიპტედანაო ფერი ხელი არ დამჭირდებაო შეგერა ხوارეწერა ასერეთ ადიბროთ და რაფერი იყო რისტი მადლით იყო რომ იოსების ცხედარი თვითონიანებოდა თუ წერვაზია დამოკიდებული დაწერილზე ჯერ დაწერილი არის თუ ის მეორე შკაფი ამცნებდა იოსების ცხედარ შკაფს ძალას ზეგი ხელა ძალა ქონდა მეორესაც ძალას აძლევდა მაშინ ის თუ არ იყო ეს რაფერი არებოდა როცა ის არ იყო ჩვენ და ის მივიღეთ როცა თორა მივიღეთ როდის არის ესე ვი ვავ ვესივან როდის არის ვავ სივანი ორ თვენახევრის შემდეგ ასე ხო თვენახევრის შემდეგ რაც გამოვიდეთ ეგვიპტედან თვენახევრის შემდეგ 50 დღის შემდეგ თორა მივიღეთ მაშინ მანამდე რაფერი არებოდა იოსების ცხედარი ოჭირდებოდა რაფერი უნდა იოსები მარტო აგიდან გამიყვანეთ და მეო რო გამიყვანთ ეგვიპტედან აღარ დამჭირდება თქვენი ხელიო მე აყალით მე დასხოდა მისზე იტეხებ აღარ ზალი რო იტეხებ მე თქვენთან აღარ ვიქნებიო ჩემი გვივლიო ორი შეგი აღარ შეგი ხლაპასო მაჩუვა აქედან ვსწავლობთ რო არსებობს დაწერილი სულიერი ქთივა რუხანით არსებობს ფიზიკურად დაწერა აი რუჩკა დაწერე რასაც წერა მან დაწერილი არის შეფასება ამას ვია დაწერა გამჩენა დაწერა ათისნება აი წერია გამჩენის ხელიდან მეცა ამ ცნებას კედუშა გამჩენი ზალა როგორც ის უკუდავი მისი ხელმონაკიდით სასწაულად იარებოდა то გამჩენს ხელი ქონდა მოდები და თურმე დაწერვა მარტო რუჩკა კი არ ყოფილა ადამიანის მოქმედება მეტი ყოფილა შენ რაღაცას რომ მოქმედობ შენი მონაქმედით ბეფალ შენი გაკეთებულით შენი ნაკნალით შენ წერამ გამჩენის წინაშე ამ შენ ამოქმედა იწერება ეს შენ ამოქმედა ფიზიკურად არ წერია რადგანაც იოსეფა შეინახა იცნება იოსების ცხედარზე და ტანზე 10 მეცნება ეწერა სულიერად აუგვიდი კარგად ახლა მოვკეთა ამაზე მეთქეთ რეკანატი წერავს რაბი მენახემ რეკანატი კაბალისტი 700 წლის წინ ზადობდა დაახლოებით მაგწერას პარაშათ შელახლეხაში ამიდბარში შელახლეხა ბოლოში არის იქ შელახლეხაში მოთავსებული სისიდის პარაშა ოსია ვაიომერ თეფილინში ჩვენ გვიწერია სისიდის პარაშა აგიწერია შევაღ ისრაელი ვეავთა ვეაია სისიდი არ გიწედი ხო მეზუზა როგადი ხარ გარეთ მეზუზაში ვადერხერ გიწერია შენ იქანა ვაიომერის პარაშა კირიათ შემაყრობა ამბობ ჩვენე ვიცით კირიათ შემაში უნდა ვთქვათ მეზუზაში არ წერია არ არის ელ ვაიომერ პარაშად მეზუზა ელ ვაიომერ არ არის ვაიომერ კირიათ შემაყრობა ამბობ ჩვენე შედგება 4 პარაშა ვასერ კირიათ შემაყრობა განთქმულია ხო სიმართლე ვთქვათ 5 პარაშა არის დაბადებით ვაიომერ თეფილინში 4 არის ვაიომერი გამოტეულია მეზუზაში 4 არის 2 არის გამოტეული არის ვაიომერი კითხულობს რეკანატი ადაშავა ვაიომერმა კითხულობს დავგიდობ ზამბობს ისრაელის შვილი ოჯახიდან დილით რო გადის ზوارი ბრძანეს osხმულია სისიტინ ათაჯებულია თეფილინით დამდგარია მეზუზასთან ხელს ადებს მეზუზას ოცნის იმავე წუთში იწერება სულიერად იმ მეზუზაში პარაშათ ვაიომერიო სისიდის პარაშა სულიერად
შენი ნამოქმედარით ჩაცმა დახურვით შენ თეფილინში შენ მეზუზაში იწერება იქანა ფარაშატ ვაიომერ მეზუზოთ ოტიოთ ზას მავეთ თუ ასე ადამიანი აკეთებ იმ დღეს მითან შუნა უშნო უბედურობა ზარალი შორდება შენ ოჯახს ხელა ძალა ზეგი არ არის საკმარისი ადამიანო შენ რომ მარტო ტექსტები წაიკითხო რა წერია შენ უნდა შექმნა ტექსტები შენი სულიერი მოქმედებით ჩვენი ყველა ქცევა ყოფნა ჩვენი მონაქმედი სოფლიოს წლის ის ბეჭდავს რაღაცას ეს არ არის მარტო ლაპარაკი შენ ლაპარაკით შენი თეფილინის დადებით სისილის მოსხმით კარებთან დგომით მაშინ წერავ პარაშატ ციცით იწერება შენ მეზუზაში სულიერად ამგვარად ხლა ის სიტყვები ემჩვა რასაც ლაპარაკობ ჯერ იოსებიდან ვისწავლეთ მისი მონაქმედით დაიწერა მის ტანზე ასერეთ ადიბროთი ჩვენი მონაქმედით ყველა ადამიანი ყველა ჩვენი მონაქმედით წერავთ მეზუზაზე ვაიომერის პარაშატ ციცის პარაშატს თეფილინში რა ზრაგვა ჩვენი მონაქმედით და შენახული ხარ გამჩენიდან აი ამას ამოსიოს აქედან გამიყვანეთ რომ გამიყვანეთ ეგვიპტედან და მე ჩემი ჯგუფი რატო და იმ ხელად ზარა გამაჩნიაო მეინე რაღაცები შევინახეო გამჩენის მაღლაური კედუშა დემედება ამოწმინდურ ქვეყანაშიო მიზნდება ისეთი უწმინდური იყო ეგვიპტე მიცრაიმი მაშინდელი ისეთი ბინზური გამჩენის შეხინა რო ჩამოვიდესო და რო დამადგას იდანაო არ ვიციო თუ მაგამ დინიცანა რო გამიყვანთა იდანაო უკვე ივიცი რომ აძალამა თო ასერეთ ადიბროთი ჩემთან თვითონ ატარებსო ჩემი გაკეთებული დაყენებული ყასერეთ ადიბროთი არა დაწერილი ერთი ძალა გამჩენის დაწერილი ჩემ დაწერილ ადამიანის დაწერილ ჩემ ნამოქმედად ჩემი ჭიშმარიტობი დაყენებულ ეს მეტია კიდევ ამითი თვითონ ივლისო ჩემი ცხიდა აგარია მიგერუზე რამამას კელიაკარის ტიპში კელიაკარი ამას წერავს ერთი შურა ვახეცი წინა დადება და ნახევარი პატარა და ეს არის მაგის გაონ კელიაკარ მოიცოდეს ფირუშია კარმეოდ ხლა აქედან რა ვისწავლეთ ჩვენ ყველა მამსმელებო და იბრეთორის მოსმელებო და მოსწავლებო რომ გამჩენის დაწერილი იმხელა ძალა აქვს ის ღმერთული ძალით მოდის დავისწავთ თვითონ წიკავს იმას არ ჭირდება როგორც აინშტაინმა თქვა მაგრამ კოსმოსიო ხო იცი ერთ შემაქოვეთ თავისთავად ყველაფერი სხვანაირი ნუ მოკლედ ზე ქოახა გრავიტაცია ყველა არ მოქმედობს არავით არის ამნაირი ძალები ფიზიკური ძალები გამჩენის ხელმონაკისე ამთავრებულია ერთი მეორე ვისწავლეთ რომ ჭიშმარიტი კაცის გაკეთებული მადლები წერავს გამჩენის წინაშე და ის როგორც დაწერილი და ბიჭდილზე მეტი არის ეს უკვე იქაც არ მოქმედობს გრავიტაცია არ მოქმედობს ამ ქვეყნიური ძალები ხოახმეში ხა შუნდავარ არაფერი ამთავრდა ის როინახია თვითონ სპუტნიკივი თვითონ იარლება თვითონ მიდის თავისავს ხედავს ეს ზედავაცე ხლა ეს თუ ვისწავლეთ აქანა ხლა ერთ გეტყვით კიდე ერთ პატარას არის კიდე ნაბაროთ წმინდა დაწერილი ხაშლა და ბეჭი დაწერილი ვაპარაკობ სასწაულად დაწერილი რო იყოს და არა იმ დონეზე როგორ დონეზეც დაიწერა არა იმ ქავანით აზრით მიკრულობით უფალთან მოკიდა კაცმა ხელი აღვიდი არის ხასმა კაცმა დაწერა დიდმა გაონმა სასწაულმა სოფლიო გაონმა მაგრამ მე ხმარებაში ვიღაცა ხმარობს რომელსაც არაფერი არ ესმის
რა ნიშნავს, რას ნიშნავს ეს სიტყვების ბუკვები? შესაძლებელია დაწერილიც წაიშალოს. აუგიდი კარგად. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არ იყო დაწერილი და ნამოქმედარი წერავს, ნამოქმედარ, ოროტულ ნამოქმედარ, გააჩნია ძალა წაშალოს. რა? ლა, მე მოგიყვებით თქვენე? დიდი რაბი რომ ორახაიმა კადოში. ამ ხელა გაცდა. მაგაბძანდა ტეტვავ თამუზი თაფკუф გიმერ. ამდენ წელიწადი გამოდის. ხლა, ბაჭი რომ გავაკეთოთ ანგარიში 180 და 180 წელი. დაახლოებით ხო? ასე გამოდის. არა, 280 წელი. მათი შონიშანა. 280 წელი. ასე გამოდის დაახლოებით. რა გქნია 2 წელი, ხო? მოკლედ 280-მდე რო ვთქვათ. დაახლოებით. აბრძანებული არის ამ დროში. ტეტვავ თამუზში, ისრაელში, მაროკოდან ამოსული რაბი უდიდესი კადოში. დაწერა ორახაიმის პირუში დაზე. დაწერა ვიშოლეციონი იორედეხაზე. ალმუზე აქ პირუში, იეხეთო არის იორედეხაზე, ვიშოლეციონი ალმუზე, სეფერი, ეს სეფერი. ვიშოლეციონ ზე პირუში გემარაში. ვერახოთი და სხვა მასახტები, რომელიც გააფირუშა. დიდებული კაბალისტირები მზადდებოდა. აგავნახი და სტრაბი. ხელა რაბი ყოფილა. ხელა რაბები არიან. ამ ხელა რაბები წერა. გადაცვალების წინე, მაგრაბის დინაგი ჰქონდა. 3 დღე მუშაობდა. მაგიო პარტნიორი ხელობა პარტნიორის ჯამათიდან არ სარგებლობდა არაფერში. აღებულობდა მანათ. რასაც აკეთებდა გამჩენ სახელზე აკეთებდა. მდარი იყო ცოცხალი იყო მანათ და სარგებლობდა არავიდან. მოგიზი? აი მასალები ვიყავდი. ბარუხ ჰაშემ, არა, როიცოდ. ამენ, იცოდო. არ სარგებლობდა. კეთობას კითხულობდა მანათ აღებულობდა პირიქით მინდა ხატარკარას. მოკლედ კადოშ ელიონ. როგორ დაგირა გებარა მასები რა ხოჩიან. გადოლანენა მიეგია კაფო იოთერ მიერე შამაიმ. ადამიანი თავის ნაშუარით, ნამოქმედარით, თავის ხელით გაკეთებული შრომით, რომ აქვს თავის ოფლით, თავის საჭმელი ლუკმაპური, ის მედია ყველა დიდ რაბის. მიდაწერა ესე. ამაჩემს დაწერილი არა. დავიდო დაწერა. აწერავს დავიდი, იეგია გაბეღაკი თოხე აშრეხა ბეტობლა აშრეხა ბაოლამაზე ბეტობლა ხლა ოლამა შენი ხელის ნებებით ნაშრომით თუ შეშრამაშვილო ნეტარზე შენ დაკარგი შენთვის ნეტარზე შენ ამ ქვეყანაზე ვინც რომ არ სარგებლობს პასარვადამიდან ადამიანიდან რატო მათი მოცემული ცოტა არის და შერცხვენილი დიდი არის. წოდას მოგცემენ, ბევრნაირად გაგაწმილებენ. გაგებას მოგცემენ, მე ვარ არის, შემდან არის ყველაფერი. გამჩენიდან არის ყველაფერი. გამჩენი ბრძანდება ამას. აკადოშ ბარუხუ უმზადებს ყველა გაჩენილი თავის სარჩო საჭმე. რაბი 3 დღე მუშაობს პარტნიორად, 3 დღე ყოლამი რო გადაბრუნებულიყო, არ იმუშავებდა. თორა სწავლობდა. მინაგი ქონდა. ამაზე დიდი ამბავია კიდე. ერთხელ მეპემ კორცელი ქონდა ქალიშვილის. და უნდა პარტნიორი უნებიან ამაზე უკეთეს პარტნიორი არ არსებობსო, რაბის დაუძახე, რაბი მარაო. ჯერ ჩაივისო 3 დღე ჩემ თორის სწავლისაო და რომოვა კვირედან დაწყევროთ შაბათილამდე, დაგიმთავრებ იცოდეო. აიყვანენ შენი პატიცემული რაბი, ორახაიმა კადოში. აიყვანენ ესე. ასკია შენეო, მეფესეუნები ასე ლაპარაკებიო. შუასე ლოცვილებ გამჩენდანო გასაგზავნოს გამჩენისაო, მოდი ერთი ვნახოთ და ლომებთანაო რა პირიქაცლებოდა. მიყავსე რაბი, უნდა ჩასვან ოროში ლომებთან. დიამბავი არა. რაბი ეუნება ამათ. ცოლ დაუძახა ცოლ. ესე ჩამიწყე ტანსაცმელი შაბათისთვის. შაბათ მიყავსე ახლა. შაბათი გარამ უნდა იმასკან. შაბათისთვის ტანსაცმელიო, შაბათ არ ვიყო. გაიცინა ხალხმა, ვინც მოისმინა. რა შაბათიო, შედაროცილო 2 დღე თუ გაწევ 1 დღეო. ლომებთან ჩაგხვამერო, ლომებში. სულ ამხერა უბედურობა. დარიგლები.
ისილოცე გამჩნდა რომ კადიშის თქმელი თუ ყავს ვინმე კადიშისა აშკაბა გეგეთო შაბათო ეს დატები ამდესათავ შენეო ანსაცმელიო შაბათის თვინაო აბა სანტრება მეციო ავანტო იგანა სანტრებიო სასწაულობა ჩასვენ ორმოში ლობებთან დაჭდა რა ფიფეხმო გუნწური თორასწავლოს აი ნახა ხალხმა მერე რომ ელომები გვერდში ასე ირგვლივ ოფენილი როგინახია პატარა ლეკვები უცვინაგაბო ძაღლები რო ტლიკამენ ფეხებზე ასტლიკამდნენ და პატრონობები ჯოხი პირიქით ამას ამ რამის რო დაინახა ეს ხალხი ვინც იყვნენ ეს კაცი არ არის ანგელოზია ეს ადამიანი მართლა ანგელოზი და ამ ხელა ადამიანი მზადდებოდა რა დავკითხე აი მოგიყვანეთ მაგასე ვისაფარზე მაგასე ხლა მეორეს კეთით და რას მინდო ჩვენ ლიბრეტორასაც რაბინ გადაცვალების წინეთ მან მქონება არაფერი დაუტეი აფშარა სოლი შემოდის და როცა უკვე იციან რომ ბოლო დღეები არის სომა იტირა და რაბის უთხრა ასე სიტყვებით აბიო ასნიტეებო აჭირებულ ცხოვრებას ნიტეებო შვილებთან ერთად შენ ცხოვრებაში მანამ გაგიალები არავიდანაო და მე შენ გადაცვალების შემდეგ ჯამათის ზურგზე უნდა გისხოვრო ცედაკის ფულით უნდა მაჭამონო ბეთამხოიში სადაც ხელსაჭმელებ ობლებისთვის აკეთებენ ბავშვებისთვის იქ უნდა ჭამოთ შემაშულებაო შემოტრიალდა რაბინდა ეუნება სიტყვებით იონათი ამათი შემოცოლო შემოსრულო შემომტრედო ღირსეულო მე შენ რაღაცას გეტყვიო შენ ჯამადის ზურგზე არ იქნები იცოდეო შენ არავით არი ვინმემ რო გარჩინოს ან შენდან ჩვენი შვილები არავით არ მე ამის მოწინამდე გევიყავი ჩემი ცხოვრება ამიერიდან არ გამიალებია ადამიანის შვილის ქონება ამის აზრითაც მოცემული არ ამიღირა არ სარგებლობდი ბასარვადავიდან შენეც აი მას სწორე რასაც გეტყვიო ჩემი 30 დღე ჩაივლის ტირილის კაცი მოვა სტამბოლიდან უდიდესი მდიდარი რომელიც რომ გემეგეხმაურება შეხვედრას მოითხოვს შენთან და დაგიდებს წინადადებას ალბათონო ესტერ მამყიდეთ რაბის დადებული თეფილინი 300 ოქროს აშუნდელი ლირა დიდი ფული იყო ტურკული ლირები ოქროსი დიდი ვებერტლა მანათერი ლირათი 1 ლირა მარტო რო იგიღოდა ეგეხურდებინა ის იყო გამოსულ რაღაცა სპეციალურ დანომრით იყო გამოსული გამოშვებული მარტო ამაზე იცხოვრებდა ეს ხალი 1.5 წელიწად ბედნიერად დიდრულად ძალიან დიდრულად 300 ლირა ოქროს ლირა დაგიდებს ეს კაცს და გეტყვისო მამყიდეო რაბის თეფილინიო შენ უარი არ გააცხადო მწუჩიეო იგავალე სანჩიმი ანდეზი ანდეზ არის რომ შკაფიდან ამოვიღე ჩემი თეფილინი ჩაბარე ამ ადამიანს მაგრამ პირობა დასწრო ამ ადამიანთან ჩემი დავალება იქნება აუთხილეს ამ თეფილინსაო ეს თეფილინი არის დაწერილი კედუში სასწაულად ბევრი მიკვე ბევრი ტარა ჩემი ხელით დაწერილი თეფილინიო და ამ თეფილინს იმ დროდან რო დაიგდებს ფიქრი არ უნდა კონდეს გაფიქრებული სხვა რამე მარტო გამჩენი შივითი ადონაი ლენეგდი თამით უფალი და მისი სახელი უნდა გაითვალისწინოს მის წინეთ გასდა ფიქრობდეს მხოლოდ გამჩენ ღმერთზე და მის სამსახურზე როცვილობს როცვის დროს არ გერიოს სხვა ფიქრები ლოცვაში დამთავრა ლოცვა თეფილინის აბა თეფილინი ჩხარა რომ მოიხსნა არ ილაპარაკოს არც ერთ ადამიანთან არავით არის ხოლის ლაპარაკი საერთო ლაპარაკები რომლებიცაც ბიზნესი თუ ცხოვრება თუ აღება მიცემა არემარე ყველაფერი შეეშვიო შენი ფიქრები უნდა იყოს ეს თეფილინი რომ გადევს
კედუშადა ტარა. Ani უნდა გეკნეს მინდა. თუ არ აღარ მიკვეში ჩასული, თეფილინი არ დაიდვა იმ დღეს, ეს თეფილინი. თუ შენ სუფთად არ იფიქრებ, ამ თეფილის თავის კედუშა სიწმინდე დეკარგებაო. ამდიდარე მართლა გავიდა ეს დრო 30 დღე პირველი რაბისი სოფლიო ტირის თელი იერუშალაიმი დასაფლებული არის იერუშალაიმში ვინ არ ესწრებოდა მართლაც 30 დღის შემდეგ ჩამოდის სტამბოლიდან ერთი მდიდარი კაცი ხოვილობს რაბის სოლი მინდა ვნახო შეხვდა რაბის სოლს ქალბატონო თხოვნა მაგ ერთიო მინდა რაბის თეფილინი ვიყიდო ჩაიცირავ რატო ისინი ქალბატონო და შენ მოსვლამდეო მეო შემოქმარმა 40 დღით ადრე უკვე გამაფრთხილა რომ შენ მოდიოდი შენი სახელი სხვა არის აზდაზე კიო აბა მე თქვენზე ვიცი მეო არა პრობლემა ვიცი რამდენიც გინდა რომ მომცეო რამდენი მინდა რომ მოხსეო ეკითხება მე დაგიწერა მოციბრსა ეუბნება ეს კაცი შენ რო დადებო ამ კურსაო მე ნახე თუ შემცარი ვარო ამ გასმა მოიღო 300 მანატი ოქრო ლირა რაფერაც ხონდა კათოლიციზებული გასცენ ამ ქალბატონის დაწერილი წერია პედაგოგი 300 ოქროს ლირა ტურკული სიტყვაზე დამთხოვა სასწაულად სახელი ამ ადამიანის ყველაფერი ამოიღო ქალმა თეფილინი დავალება მაქვს მარიდან დამოქცეს თეფილინიო შეგვიძლია იყიდო ხოლო პირობა უნდა დადვაო პირობა არის 1 2 3 თეფილინი ჭირდება ტანიო ქაშელი წმინდა ტანიო მიკვეში უნდა იყოს დღე ჩასული უნდა იყოს ყველაფერი ნალოქ სიმოყოლილი ყველაზე მიროთებიო ყველაფერი ქავანით სიწმინდით რო ერთი შენი აზრი არ დაიფანტო სხვა ადგილისკენაო ხოლოდ გამჩენის სამსახურში თავიდან ბოლომდე დამთავრელოთ სხვა სანამ თეფილინი არ მოიხსნი არც ილაპარაკო დივრე ხორ საერთო ამბეები ყველაფერი მიმიღია შენ თავზე თუ არა იცოდე თეფილინსაო თავის სიხაზე სიწმინდე კარგებაო მიმიღია შენ თავზეო გადასამკარს 300 ოქროს ლირა ყველაფერი ოსმოილაპარაკე წაიღო თეფილინი გადის ეს კაცი თავის გზაზე წლები ეს კაცი ინახავდა რაბის ამდეზას ქაშრად ღირსეულად ლოცვით მარხვით დადებით კედუშით ქავანით მოქმედებით მიკვებით და ყველაფრით სასწაულდონეს ერთდღეს როცა რომ ლოცვა დაამთავრეს მოსამსახურე შემოდის და ეუბნება ჩქარა პარახოდი ჩვენიო დადგებაო ჩქარა გელოდებიანო გავცა ამან გული ამ ლაპარაკს და კი ბატონო მოდივარ აგერაო და ეს სიტყვა დაიძახა და თეფილინი მოიხსნა მაგრამ მეორე დღეს თეფილინი როიდებს თქვენ შვიდობა ვერ ზნობს რასაც ზნობდა თავიდან ამ თეფილინში როიდებდა ამ თეფილინს ზნობდა სხვა ადამიანად მის თავს ვინა სხვა ადამიანი ჯდებოდა მის წანში სხვა რუახით მოქმედებდა ორგანიზმი მისი აზრი ახლა უკვე სხვანაირად არის ახლა უკვე ვიტამ დაგიდვია ვიტამ არ დაგიდვია ეს თეფილინი რასაც ზნობდა თავიდან სანამ ამ თეფილი შეიძენდა იზრობა დაუბრუნდა იზრობა რაღაცა მოხდა დაუკვირდა მის თავს ვაიმე სიტყვა რომ ხარ იმ ადამიანსაო ვიბრე ხოლ ამან გააფასულა ალბათ თეფილინიო აიღო სუპერთან კაშერ ადამიანთან მოდი გავხსნა თეფილინი ვნახოთო და გაიხსნა თეფილინი ოარი კაშერი რაღაცა გამოჩნდა შიგნით ყავებით სარიელი რომელიც ნაწერი შიგნით წაშლილივითა ხედავენ რომ იყო დაწერილი დარჩა ბუკვების ნიშნები დაწერილის ხოლო ჩანს რომ რაღაცა ამოხეთქა ეს ყველა სიტყვები და ვიდან გაფრინდა საში თელი ნაწერები აი მაგალითი მოვიყვანე სადაც ნაწერი ქაშერი წმინდა ნაწერი შეიძლება გაფასულდეს არაწესიერ ჩანაფიქრით როგორც რომ არადაწერილი დაიწეროს ქაშერ მოქმედებით იოსების მოქმედებით როგორც რომ წაღანა გახსნე ამიტომ ვაიგა მოშენ აიყვანა მოშემ აიღო მოშე მიგიძვლები იოსებისა რადგანაც რომ ფიცით და ფიცა იოსებმა შვილებს აისრაელისას ამნაირად შვილებო დრო დადგება მოკითხვით მოგიკითხავთ ღმერთი თქვენ და აიყვანეთ იგიძვლებით ჩემი აიტანეთ იმის საკიდან თქვენთან ერთათაო
ვინიყო როი წინასწარ მეტყოლა მოშეზე კაცი მოვა რომელიც რომ გეტყვით თქვენ ამ სეკრეტს ფაკოდ ფაკადთი ფაკოდ იფკოდ ელოიმ ეთხემ ამ სიტყვებს რომ გეტყვისენ ფაკოდ იფკოდ იცოდეთ რომ ეს კაცია გამოგზანილი გამჩენიდანაო ეს იქნება თქვენი დამხსნელიო დაიძახა მოშე ჩემზე იოსეფ აიწინასწარ მეტყოლა მე ვარ ის კაცი რომელიც გამჩემა გამამგზანა რადგანაც რომ იოსეფა ჩემზე იწინასწარ მეტყოლა მე უნდა მივხედო იოსების სვებს და დავგზავნო პატივისცეო ხა ამას გაგებას უნდა და აქვს იმას იოსებმა დააფიცა ისრაელის შვილებს არ დაუფიცებია ლევის შამამავლობა დააფიცა ეთ ბენე ისრაელ დააფიცა იმართა შვილებსა ისრაელისას შვილები ისრაელის ყველა არიან ყველა ტომები მაინდა-მაინც რატომ იხედა მოშემ იოსების ხედავს რატო ხება არა მაგრამ რადგანაც რომ ფიცი იყო დააფიცა თელიერი ზოგადად საერთოდ ხო შეიძლება თელმა ერმა აწიკოს იხედოს უპატრონოს ამ ადამიანის ერთ ადამიანის ძლებს აიზახა მოშე ვინ არის რომელიც უდრის სულით ვერუხანით მორალურად სულიერად თელ ისრაელს ეს მე ვარო გამჩერო გემეცხადა მოშეს მაყვის ხეზე ეუნება მოვისმინე თქვენი ტირილიო ისრაელის ტირილი შენი ტირილი ის ბავშვი რომელიც რომ ტიროდი კიდობანში შენ დაუწყე ლაპარაკი ბათიას და ეუნები დამიხსენი მეო შენ კი ლაპარაკობდი ისრაელის ერი ლაპარაკობდა ისრაელის საერთო ნეშტამა ლაპარაკობდა თხოვილობდა დახსნას შველას იცოდა მოშე უდრის ისრაელს მე რომ გამოვიყვან იოსების ძლებს ავამადლიანებ ვაღირსება კიდან ასვლას თუ გინდა თელი ისრაელი იყოს გარეული ამადლში ასე ჩაითვლებაო ამიტომ მოშე მიხედა ამიტომ მოშე რაბინო მოკიდა ხელი ამადლს და მოწერია გემარაში სერმაკოჩი არის ოებ ქესებ როის ბაკესე მამონის მოსიყვარულესაო მამონით არ გაძღება არასოდისაო ერთი ბიზა ყავდა ბიზა ასე პენსიონერი ყოსახელად ცხაკაიაში თუ ასე ამოდა ასე ჩვენ ჯამათებში თქულება არის განთქმული ასეთი ლაპარაკი ხუთხური ლაპარაკი რო ვთქვათ იტყვიან ზოგჯერ ფულის პატრონზე იტყვიან еш მამონ еш ქაბოდ საცაკო მამონიო ქაბოდია ქაბოდიო ამბობდა იზებსიონას ის სიტყვებით მაგრამ მამიკვდაო გამჩემეთ ჯორკაბეიკი მიცესო ვიღაცა ურიასაო და მე იმისვინავ ეხლაო ქაბოდი მისცეო პატი მისცეო რადგანაც ფულის პატრონი არის მაგრამ ჩვენი წინაპრები არ ამბობდნენო еш ქესებ еш ქაბოდო დაუგვირდით ჩვენი წინაპრები ამბობდნენო еш მამონა еш ქაბოდ თუ მამონი გაგაჩნია ადამიანს ქონება გაგაჩნიაო მაშინ ქაბოდის გაგამჩნიდანაო ღირსებაც გაკიცოდე ტიტულის გაკიცოდე ქონება რას ნიშნავსო მატერიალურ ქონებას კი არა ქონება აი სული რო ყავსო აი შვილიო აი შვილიშვილებიო აი გზაზე ყავს ენები ოჯახიო აი მოქმედობო აი სასახალშიო სიგეთე გამოგაყიდანო შვიდობა საგდარ ცოლქმარში შვიდობა მოყავს ყველასთვის დამრიგებელი ხარ მასწავლებელი ხარ აზრის გამსწნელი ხარ ადამიანებისთვის მოყავს შუაზე ამას ქვია ყველაფერი მამონი ქონება ის არ არის მარტო მატერიალური ქონება სულიერი ლიდერობა სულიერი ძალაც აი ეს არის ქონებაც ამიტომ еш მამონ еш ქაბოდა სმიზია ეს სიონას გადმოცემული სიტყვები ხამენციონის თარგმნით გზანდებოდა საკაის დირაბის და რაბინდან მაგაზე მოსვენილიო ხამენციონიდანა ამიტომ თორა წერავს მოშერაბენუზე ამის დამაგვარია თუ მოშე ბზანდებოდა მამონის მოსიყვარულეო და გებარაბდა რაშნისაცეოდა ნიშნავს რომ უყვარდაო მადლების კეთებაო მადლება კეთებდაო თელი ისრაელი გასული იყო ფულის საშონლად ოქროს საშონლად გაყავენ თელი ეგვიპტე ბიზანად შეძლოთ ეღოთ აიკენ ყველადან გაიყოლიენ ქონება ცხოვრება ბრილიანტი ათასნაირი
როგორ არის გემარაში მოყვა მასკა სანედრისში ყველაზე ღარიბი ადამიანიო 10 ჩოჩორი ყავდა მინიმუმ 10 ჩოჩორი დატვირთული ქონებით გამოტანილი ეგვიპტედან ისრაილიდანაო მაგიდა წარმოგიდგენა ხელა მოშე რაბენუ რომელიც რო იოსების ცხედარეზე და 3 დღე დაღამე ამ ცერემონიას არესტრებოდა ყოლამაზიური ქონების მოგება და მოხოჭაზე აღარ იყო გადასული გამჩენა რა მოახსენა მოშეს შენეო მადლებეძებდიო შვილო მეგა გამდიდრების სოდე გამდიდრება გამჩენის ხელშია აფერწერავს დავიდი ბიბრიაიომში ვეაყოშერ ვეაკაბო მილეფანეხა შენდა მოდის გამჩენო სიმდიდრე და კაბოდი ვეათა მოშელბაკო ის კი არა მარტო რომ ზოგიერთ გონია გამდიდრებული ვარო კაბოდიანი კაცი ვარო მაგრამ ეს ყველაფერი ჩემ ხელშია ახლაო არა აუგი დავიდის სიტყვე გამჩენიდან მოდის ოყოშერი სიმდიდრე გამჩენიდან მოდის კაბოდი მაგრამ ვეათა მოშელბაკო შენ სუნტლობ ვის დარჩება და ვის შერჩება ის ბედნიერად გამოადგება ყველას გამჩება ბედნიერად გამოაყენოს თავის ცხოვრება თავის ბედნიერი ნაშონი ნამაგარი ამენ რაივერაბოთაი მოშე რაბენუ ხედავს იოსებს რადგანაც იოსებმა იწინა 12 ყოლაო ამ სიტყვებით იწმოვა და გეტყვისე აკოდიფკოდ ელოიმ ეთხებ ეს სიტყვები თუ იქნებაო ეს ყოფილად თქვენი დამს მე აკანა შეფოს მე ჩვენ მეპარება ეს მე ბავშვობაში დავსვი ციცის თერფენს მოდი ჩემ რამებს შევიკითხე მე და შევიკითხე შეკითხვა მაგარი შეკითხვა რა თქმა უნდა როგორც მოშე რაბენუ მოისმინა გამჩენიდან წადიო ეს სიტყვები მოახსენეს აისრაელოსაო და აკოდიფკოდ ეიაშელეიე ამას რო იტყვიო უკეო ისიანო შენ ხარო დამსნელიო ჩვენ ვინ გითხრა სიდან ვიცით რომ ეს სეკრეტი არ იყო გასული ხალხში ხარი ზოგჯერ რაღაცა სეკრეტი ოჯახურად არის შენახული მაგრამ გადის რაღაცა აკეთებით და ხალხმა ისიც თუმცა მოშე ყამრამის ოჯახში იზრდება იოხაბედია დედამისი მირიამი მისი რა წინასწარმეტყველი მირიამა იწინა სტარმეტყველად ჩვენი ძმა მოშე იქნება დამხსენი ისრაელისო ეჭვენებარმა რომ მაგათმაც ცოდდნენ ეს სეკრეტი ყამრამის ოჯახმა გიდოლადორი ბრძანდებოდა იმ თავაში ყველაზე დიდი რაბი ბრძანდებოდა ზადგინა გემარამ ასე ცოტაში ასე რომ სიდან ვიცით რომ მოშემეს ბავშვობაში არ მოისმინა ვიღაცა მოისმინა და მოდის და გეუნება მოისმინეთო ფაკოდიფკოდ ელოკიმეთხემე ია შენეიე აი ნიშანი რომ მე ვარ გოერი დამხსნელი რაფერ დაუნდკიცა მოშემეს მოისმინეთ ახლა ხიდუში უნდა რაღაცას გეტყვით დაუგვირდით კარგად შეკითხვა რომ მაგარი შეკითხვა თუ ვერ გებარებოდებთ რა პასუხი ეს სიტყვები მარტო სიტყვებად არ უნდა ეთქვა გამოგზანილს გამჩენის გამოშვებულს მოციქულს დამსნელს მაშიახს პირველს რომელიც იყო მოშე მაშიახ ისრაელი გამჩენის გამოგზანილი მოციქული რომელმაც ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტედან მარტო ეს სიტყვები არ უნდა ეთქვა სიტყვებად უშრალად ეს სიტყვები არის კოდი გასახსნელი კილდით სადაც რომ ამ სიტყვებში არის დიდი სეკრეტი და ეს სეკრეტი მარტო ერთმა იცოდა ორმა თაობაში მეტმა არა ერთმა იცოდნენ მიღებული ქონდათ რო იწყოდა კაცი მოსული ამ სიტყვებ თაკოდიფკოდ ესე კი მაგრამ ამ სიტყვების წარმატებას ახსნას გაპირუშებას როგორ იყოდა რაფერ ახსნდა ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს სეკრეტი მარტო ვინც გამჩენა გამოგზანა იმას შეძლო ეთქვა სხვას არა და დაუგვირდით ფაკოდ იფკოდ შაშანის პირუში თქვი მახსოვს და ერთი არის ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს ვიგოროდში ირაკლი იმანეს მოისმენა დამიწერა მე რაბიო კიდევ ერთ დამიწერეო მაგრამ მე ეწონა და დაუგვირდა სიტყვა დაუგვირდით კარგად ფაკოდ იფკოდ როაიღოთ სიტყვები ფაკოდი საკითხით როგორც რომ კითხულობთ კითხვით ჩვენი გამოთქმით იწერება ფეი კუფ ვავ დალეთ ფაკოდ გემატრია რამდენი არის
90. Pei 80. Kupi 100, vavi 6, daledi 4. Შეჯამება 190. რამდენი წელი დაეწერა აბრამის შვილმამავალს ეგვიპტეში ყოფნა? აბრამს ეუნება გამჩენი კიგერი ეზარღა ხაბერეც ლოლაემ ფაღაბად ვეყინოთამ 400 ჩანა. იქნება შენი შამამავლობა, მონებად, ხიზნებად, ამსახურებენ მათ, ამონაებენ მათ 400 წელიწადსაო. ჩვენ რამდენი ხანი ვიყავით ეგვიპტეში, სინამდვილეში? 210 წელიწადი. ესე იგი, 400-დან რამდენი დააკლო გამჩენმა ისრაელის იქ მსახურს? 190. აკოდ გემატრია 190. იფკოდ სიტყვა ნიშნავს დაკლებას. დაიგიგავთ. პარაშათ ბამიდბარშია, სეფერ ბამიდბარში ბოლოში, მარტოდ მასყეში. მოგაგზავნა მოშე რაბენუ საუბრად. მიდიანზე. იოვეთ ისრაელის შვილებო და დაბრუნდნენ. ეუნებიან მოშეს. მოვიტანეთ ჩვენ ომიდან ნაშუარი ამდენი და ამდენი ქონება წვრება. პირუტყვი ადამიანი, ოქრო, ბრილიანტი, ვერცხლი, ჩამოყარეს ყველაფერი. ეს ყველაფერი საჩუქრად მიდა გამჩენ მივცეთო. რატო და ველონიფკად მიმენუიშ არ დაკვლებიათ ჩვენ არცედი ადამიანიო. ნიფკად მელაშონ ხისარონ სიტყვა იფკოდ ნიშნავს დაკლებას, დანაკლის. ლემაშალ კიდევ ერთი მაგალითი. დავიდ როეძებს შაული რატო არ მოვიდა დავიდიო გუშინდა დღესო რატო არ ესწრება ყურბანისაო და რა წერია იქ ვაი პაკედ მეკომ დავიდ გამორჩა დანაკლისი გამოჩნდა დავიდის ადგილი. ესე იგი სიტყვა იფკოდ ეს ნიშნავს ნაკლობანს ხისარონ რო ანკლია იქ ხლა თუ ასეა მაშასადამე პაკოდ იფკოდ პაკოდის ანგარიში რომელიც რომ არისო 190-იო ამას დააკლებსო ღმერთიო დანარჩენ ანგარიშ რომელიც არის 400 წლის ანგარიშიო. რატო და რაც მაგათმა გამუშავენ დღე და ღამე გამჩენა ანგარიშაო და ჩათვალა 400 წელიწადათაო. ეს არის ერთი ნიშანი რომელიც ამ სიტყვების აკოდიფკოდის სეკრეტი გამოაჩინა მოშე. მეორე აკოდიფკოდ ორი ფეი უნდა იყოს გარეული დასნაში ამ სეკრეტში ამ კოდში იოსებმა 80 წელიწადი იმეფა ეგვიპტეზე მიცრაიმზე დაო იოსების შემდეგ მოდის ერთი კაცი კიდევ 80 წლის რომელიც ჩაუდგება სათავეში ისრაელის შვილსაო აკოდ იფკოდ ფეი გემატრია 80-ია ჩვენი ანგარიში გემატრიაში 80 წელი იოსების გრძელდება იმ კაცით რომელიც 80 წლის არის მოსვლის დროს და ის საისრაელოსაო ვინ იყო ეს მოშე რაბენო სებედროში გიწერია წესულ პარაშაში ვემოშე ბენ შმონიმ შანა მოშე ბრძანდებოდა 80 წლის როცა რომ დადგა ფარყოს წინაშე აია მეორე ხლა სასწაული მესამე რასაც აი ეს არის მაგარი სეკრეტი ამას ბაზარში რო გახვიდეთ მე გულისხმობ ბოდიში ბაზარ უზახი თორის ბაზარში ხო ვერ ნახავთ ხოლოდ ბარუხ ჰაშემ კარგად აუკვირდით რასაც მოშე რაბენუ ბრძანდებოდა იმ სეკრეტიდან იმ ხალხის სეკრეტიდან რომელიც არის მოსული 7 ნომერზე დაბადებული ამ ქვეყნად ბევრი პირუსები არ მინდა გავაკეთო მაგრამ მარტო გეტყვით ერთ პატარა რაღაცას და დაუკვირდით სიტყვებში მე როგორ ჯდება შიგნით სეფერ თორაში როგორც რომ წერია მოშე რაბენუ რო იცოდეთ დაბადებული არის 6 თვის შემდეგ და 6 დღის შემდეგ 6 თვე და 6 დღე დედამისი ატარებდა მას სეიგი გამოდის მე-7 თვეში მე-7 დღეს არიჯაშზე დაიბადა მოშე რაბენუ. ორი დავიდეთ კარგად ციტყვას
რომელიც დღე იყო მოსეს დაბადება წრავს ბაით ხადაში ვიღოთ შაბათის ალახოდებს თუ არ ცდები 299 თუ 18 ამასოს რაღაც წლების წინ მაგრახული წერავს რომ შაბათი დღე იყო მოსეს დაბადება მეშვიდე დღე ესე იგი შაბათი დღე რომელიც დღე არის აღრიცხვაში თვეში მოსეს დაბადება ეს არის მეშვიდე ადარი 7 ადარი დღე შაბათი რომელიც არის 7 მეშვიდე დღე კვირაში დაუგვირდით და ეს არის მეშვიდე თვეში რატო 6-მა თვემ გაიარა მეშვიდეშია დედამისი ჩამჯდარი მეშვიდე თვეში და მეშვიდე დღე რო დაიწყო ესე იგი მეშვიდე თვემ გაიარა ჩაიარა 6-მა თვემ ჩაჯდა მეშვიდე თვეში ჩაჯდა მეშვიდე დღეში ჩაჯდა შაბათ დღეში რომელიც ამოშის დაბადება და რიცხვის თვის 7 აგარია ხო რა იყოთ 6 თვე და 6 დღე ებრაელურ კალენდარით რომელიც ერთი თვეა სამსერთ თვეა ნაკლოვანით რამდენი დღე გამოდის ზუსტად 184 184 184 და ფერწერია თორაში რა უნდა თქვას მამსვლელმა კაცმა რო იტყვის მე ვარ რომაშიახიო მე ვარ თქვენი დამსწრელიო გამოგზავნილი გამჩენიდანაო ფაკოდ იფკოდ თორაში რა ფერწერია ფაკოდი ფეი კუფ დალეთ ფეი არის 80 კუფი არის 100 დალედი არის 4 184 6 თვე რო გააკეთოთ ანგარიში 6 თვე გამრავლეთ დაუშვათ 30-ზე რამდენი გვიკავია ხელში 3/8 გამაზე რამდენზე მივედით 6-ზე გამოვედით ზუსტად 180 დამატებით დავუმატეთ ის 4 დღე და 2 დღე კიდევ რომელიც რომ ამ თვეებში წასულში იყო ნაკლოვანი თვე გამოდის რომ თლიანად ზუსტად 184 დღე ჯდება ზუსტად ამ დღეებში მოკლედ მოშე რაბენუ კაცი რომელიც მოვაო გეტყვისცე და გაგიცხადებსე ვინც რომ არის დაბადებულიო 6 თვის შემდეგ და 6 დღის შემდეგო ესე იგი მეშვიდე თვეში და მეშვიდე დღის დასაწყისში ეს კაცი არის რომელიც არის გამოგზავნილი გამჩენიდანაო როგაშინჯენ მოშე რაბენუს დაბადება რომელი დღე იყო შაბათი დღე რომელი დღე იყო მოშე რო დაიბადა რამდენი თვეზე ზუსტად მეშვიდე თვეში მეშვიდე დღეზე მოკლედ რომელი რიცხვი იყო 7 ადარი ყველაფერი ჯდება ზუსტად მოშე რაბენუს აი აქან არის თელის სეკრეტი ფაკოდ იფკოდ ელოიმე თხე ვინც მოვაო ფაკოდიო ვინც რომ არის აქანა ჩემი სიტყვების სეკრეტში ჩასწმული 184 დღესზე დაბადებული ბავშვი ის იქნება რომელიც მოგიკითხავთ თქვენ გამჩენისაგან და გამოგიყვანთ ეგვიპტედანაო მეოთხე კიდევ აქანა მაგალი ხმა სეკრეტია მხოლოდ ეს უკვე კაბალისტების არის ვინც რომ მართლა მათ არის კაბალაში და ვინც კაბალა იცის გაიგებს რასაც ვინც არა და ტყირად არ დავიღალო მოკლედ ვიტყვი მართლა რო აიღოთ გამჩენის სახელი ბერიბუახ ეიე სახელი ალეფი ეი იოდი და ეი გემატრია გამოდის 84 ბერიბუახ ნუ ეს არის 4-ში რო ჩასვა მოკლედ ასეა კაბალაში ასე უზახიან მაგას აფერ მოკლედ გეტყვით ალეფი ეიედან მერე ალეფი და ეი ეიედან ალეფი ეი და იოდი ეიედან ალეფი ეი იოდი და ეი ლიანად გამოდის 44 რო აიღოთ გამჩენის სახელი იუდი ეი ვავი და ეი რო დაწეროთ ამნაირად ბერიბუახ შესებულად გამოდის ზუსტად 156 ლიანად გამოდის 210 ესე იგი გამჩენი გზამდებაო იუდკეი ვავკეი გზამდება ჰეიეო ამ სეკრეტს გაგიმხელსდე იცოდეთ რომ მაგარის დამსწრელი თქვენი 4 ფირუში დავსვი სად არის ამ სიტყვებში ფაკოდ იფკოდში ჩასმული რომ ამის თქმელი ეს არის დამსწრელი გამჩენიდან გამოგზავნილი ეუნება იოსები მათ ქეროცა ხვალ ეგვიპტედან აიყოლიეთ
იგი ძვლებით ჩემი თქვენთანაო. იოსებ რატო იმედი არ ქონდა თავისავის რომ ძვლებად არ ქცეულიყო მისი სხეული. აგერ გემარაში ვხედავთ ასეთ ჩაბათში 152%-ზე წერავს გემარა რომ რაბნახმანის დროს ისა გათხარეს ნიცვალებული ნახენ შიგნით შემთელებული. აბადან მაგ მოსვენილი კიდე აბადან ჩემო დღეებიდაცები გაუგზელოს ამენ. პირდაპირ თალმიდი რაბი ხაღამ ბენსიონე პრემაშვილი სამხელად გაონით სანდებოდა სოფიო რაბი. თავიდან რაბი სანამ საკაეს ჩამოვიდოდა რაბათ როისო ისტორია ჯერ სუჟუნაში გზანდებოდა რაბათ ჩამოვიდა პირველი ჩამოსვლა საქართველოში ეს იყო სუჟუნაში მივიდა. რომ მისი მშობლები წინაპრები სუჟუნელები არიან ეფრემაშვილები. იქ ცხოვრობდნენ იქიდან დაიწყო მისმა მამამ ახალგაზრდობა და მე რაბი ხაღამ რეფელი მამამისი რაბი ხამეცების მამა რაბი რეფაელ ეფრემაშვილი გზანდებოდა იერუსალიმში რაბათ მე იერუსალიმიდან ჩავიდა კაიროში ეს ეგვიპტეში იქ რაბათ დანიშნეს და მე საქართველოშიც იყო ორჯერ ორი ვიზიტი გააკეთა საქართველოში ჩამოსვლის. ნუ ხარ შევარ ამ ისტორიებში პაპას ეს მოყოლილი აქვს ჩვენთვის შვილებისთვის ამ ისტორიებს ყველაფერი ჩემი ძმაის ხალხი აგროვებს ძალიან მაღალ დონეზე. მე დავლოცავ მაგიდან ჩემი ძმაის ხალხს რომ მალე გემეშვას იმდენი მასალები აქვს შენახული რაბი ხაღამ ბენსიონზე სასწაული რაღაცები რაც ყურით მოსმენილი ჩაწერილი ყველაფერი დაფიქსირებული ყველაფერი არა ვიღაცას მოყოლილი პაპადან თუ იმ ხალხიდან ვინც ესწრებოდნენ სასწაული რაღაცეები ასე რომ გამჩნევა ქნას რომ ეს ყველაფერი გამოგვეყნდეს და გაიგოს ჩვენმა ჯამაათებმა წაღანა რომ მოვყევით რაბი ორახაიმა კადოშზე მოვყევით აგავნახრი დალზე მოვყევით დიდ რაბინზე წმინდანებზე რომლებიც სანდებოდნენ ხასები წმინდანები ყველა კუთხეში სოფლიოში საქართველოს არანაკლები ყავდათ იცოდეთ მხოლოდ სად არის ამის ამაღიარებელი ხალხი სადა ხახამი ხელაკატანი ხელაკაცი გზანდებოდა რომელმაც კედლიდან ყულაში ღვინო გამოიტანა შაბათ დღეს იცით ანთქულია ხო ნამდვილი ამბავია ვანელები დაქორწინდნენ ყულაშებზე მოგლეთ ვიტყვი ეს პროტოკოლში ჩაწეროს ჩამწერმა ბატონმა ირენამ პირდაპირ გმართა მაგერ რომ ეს ისტორია მაშინ წასულ ლიბრეტოროში ვახსენეს ღვინო გამოტანა კედლიდან და შეიძლება გაუგებარი იყო მაგრამ ეხლა აგერ აგისნი სიტყვა მოიტანა პროსტო ეხლა ჩვენ ლიბრეტორა კი არა მაგრამ სიტყვა მოიტანა ვანელებთან დაქორწინდა ყულაშელი ოჯახი გოგო არის ვანიდან ყულაშიდან არის ბიჭი შაბათ ხადარის დატარდება როგორც ჩვენ ტრადიცია მიღებული ბიჭთან რა თქმა უნდა ნუ ვანელები ბარუხაშემ ჭაჭგაშვილები არიან სმა კარგად უარსე ნუ ორფერი აგეფენია თუ შეაქორია თეთრეულია ყველაფერს სვამენ ბედნიერად ბალაბაით პატრონს ამ ურმარილის გამართვეს ხათნის მამას გემეელია ღვინო ჭაჭას გემეელია უთკაც გემეელია შაბათია უნდა გააკეთოს რაბისთან მოდის ჩუმად და რაბის ეუბნება რაბიო დამარიგიო რაფერ გავაკეთოთ ალახაშია მოყალიდი ალახაში რო იცოდეთ ძველ დროში დღეს სადაც მაღაზიები სიგნალიზაციით არიან შემოჭრილები ამას ვერ გააკეთებ იმიტომ გააღებ თორა მაღაზია სიგნალიზაცია ჩაიგდო ხელი უნდა მოკიდო ჩააქრო ანთო არბინა ამას უკვე შაბათის ამსუბუქება არ შეიძლება მაგრამ ძველ დროში ამდენი ამბავი რო არ იყო ძველი გლეხური ცხოვრება მაღაზიას კედელზე მოკლოვი დაადებდნენ გააღეო რაბი უთხრა ალი ალახაში მოყალილი შეგიძლია გააღებინო მედუქნესაო უთხრაო ამდენი ოტკა მჭირდება ამდენი ღვინო მჭირდება ეს მჭირდება და ფულზე არ მოურიგდე შაბათსა მარტო უთხარი ამდენი ბოთლი მაქვს აღებული ღვინო ამდენი ოტკა ამდენი ეს ამდენი ის და შაბათს მე გასწორდებით არ არის პრობლემა ასე შემთხვევაში ეს არის ალახ და რაბისთან მოვიდა ბალაბაითმა ამ ხათნის მამამ რაბიო დამარიგეო როგორ გავაკეთოთო მედუქნეს დაუზახოთო აუსენი შენეო რა მჭირდებაო რო შაბათი არ მტეხო ლაპარაკითაო ისე უფრთხილებოდნენ ახალხი იყვნენ რაბიონება შურ არ მჭირდება არაფერიო რა არის შეიძლება ღვინო გაკლიაო ღვინო მაგლიაო მოიტანეთ ოჩქარაო დიდი ვებერწელა ქვაბები თუ რამე გაქვს კასროლები დიდები ძალიან დიდებიო და შემამყავიო შენთან პადვალშიო ერთი წუთიო და მაგას მოგვარებ ჩვენი ამბავსო და შეიყვანა რაბინ თითი დაადო კედელი თითი ასე თითი არიშდა თქვა რაც თქვა რაბინდა კედლიდან დაიწყო ღვინის გამოსვლა კედლიდან გამოდის ღვინო იმსება კაცო ეს ერთი ვებერწელა კასრული მეორე პაპი მესამე კასრული მოიტანეს ჩარა და იმსა 4-5 აიტანეს ეს ზემოთ რა თქმა უნდა დაიწყება დარიგება ამ ვალელმა დაიწყო დალევა ვინც არიან ჩამოსულები
დედოფლის მხარე ბიჭები კეიპობენ არიანა რომ მიდის აწავალ გათენებამდე ხო იცით ჩვენებურა და მიდის ამბავი და ამ სმაში და ამბავში გენაცვალეო ეუნება ეს ვალელი დედოფლის მამა ამ პატივსემულ ხალხის მამას შენ გენაცვალე სულში სადიშანე კაცო მე გვინო ზუსტად ჩემ გვინოს მიაგავსო ჩემ სასამართლო მე რომ არ გაკეთებულიო რაბი მუთხრა შვილო არ გეწყინოსო მაგრამაო შენ ოჯახიდან ვისის ხე გვინო მე ოჩახვა ნახამაკლია იქნა ეს მოხდა კულაში 100 წლის წინეთ 120 წლის წინეთ ამ ხელა სასწაულობა რომელიც განთქმული არის საქართველოს არემარეში აღმოსავლეთ დასავლეთში რაბი ხახა მიხაელა კატან ხელა რაბინი ხელა შვილი ხელა რაბინი ზანდებოდა კაბალისტი ასეთები რამდენი ყავდა საქართველოს ვით რამდენი ხო მე ხო დავიწყებ მოყოლას მაგრამ ეს პროსტო მოითხოვა სიტყვა მოითხოვა რაბები ზანდებოდნენ და რაბი ხახა ბენსიონ მოყოლილი აქ სასწაული პაპასთვის მაგარი სასწაული და ასეთი სიტყვით ლაპარაკობს და ამბობს რაბი ხახა ბენსიონი რო ჩამოვიდა საქართველოში ჯერ სუჯუნაში ხო სუჯუნებს მიაკითხა მისი მწლე სადაც გაიზარდა სადაც რომ ის დაბადებული იყო მისი მამა ენახა ის კუთხე ადგილი იქ საკალებოში იყო რაბი იქ იწებოდა იქ ჭამდა ჩაისვამდა აწვდნენ ქაშერი ქალები იწოდნენ შალიახი იყო ჩამოსული იერუშალაიმიდან ზის ლაპარაკობდა ქართულს მაგრამ რაბის ხედავდნენ 19 წლინახევრის იყო რომ ჩამოვიდა საქართველოში რაბი ხახა ბენსიონი თალმუდი დატვირთული მარჯვენა მარცხენა თელი თალმუდის პირად იწვა მასწავლა განათლება ესმის რაბი საკალებოდან ზეიდან რაბები კამათობენ ანახაზე დინზე შიფრამენ დაბლა შიგნით სალოცავში ზეიდან დაუძახა ბატონო რაბებო რასაც კამათობთო ეს თორა გადაშარეთ ბაქარის მაგის პასუხიო ჩამოიყვანეს რაბი შეიკითხენ ნახენ ძალიან დიდი ნასწავლი ადამიანი რაბა დაინიშნა სუჟუნაში მაშინდელ პერიოდში ეს არის რაბი ხახა მიხელი აღარ იყო სუჟუნაში უკვე ის დიდი განთქმული რაბინი რომელიც მიღებული გვაქვს რაბი ხახა მიაღანგობიდან დავარაშვილიდან ასეთ რა სეფერი ადუდად მამაში რომ კომუნისტებმა გამოიყვანენ ეს დიდი რაბი ეს დაწერილი მაქვს ჩვენ საუნჯეში წმენის წყაროში ამის ისტორიები მე გადაწერა ზოგიერთმა აფერაც აწყობდათ მისამართები მაქვს მოცემული იქანა 30-25 წლის წინ 27 წლის წინ რომელიც წიგნიდან მაქვს აღებული ამ დავარაშვილის კომენტარი სეფერი ადუდად მამა იქ ლაპარაკობს 10,000 თორა ქონდა რაბისაო ოჯახშიო მოჭედილი კედლები თორებითაო წმინდა ნაწერებითაო კომუნისტებმა გამოიყვანენ ტყეში თავის თორებთან ერთად ჩასვენ შუაში ბენზინი გადავლენ რაბიც დაწმენდა მისი თორები იწვებოდა მაგრამ ბუკვები კი ხელში ფრინდებოდნენო რაბის სიტყვები როგორც რაბი ხანაბენი თერადონზე როგორ რაბები ყავდათ ქართულ ჯამაათმა აღამ ბენსიონი ჩადის ამ პერიოდში ამ ამბავის შემდეგ რაბა დანიშნეს მერე გადავიდა რაბის სოხუმში მოღვაწეობდა რაბად ეს იყო მეორე ომის დრომდე ესე იგი მეორე ომის დროს კიდე იქ იყო და მაშინ სახელმწიფომ მოინდომა სასაფლაო ებრაელების სოხუმში რომ ჩერე სასაფლაოდი გეეკეთებინათ რკინის გზები და გეეთხარა და საფლავი უნდა ეყარათ და რაბისთან მოვიდა შეკითხვა მაშინ თვითონ საბჭო მოვიდა რაიკომის ამათმა დაუჯერ მაინც რელიგიური საკითხია მსოფლიო რაიდიოს რაბი რაფერ გავაკეთოთო მინდა გავაკეთოთ რკინის გზები გავიყვანოთ და რაბი მისაგზა ჯერ მიცვალებულები და ავაბრძანოთო დავასაფლავოთ სხვაგანაო და მოკლედ მიცა საშუალება გზა რომ გეეტანათ შუაში ბეტახანში ბეტაკებაროძე სასაფლაოში როცა ეს საფლავები მიცვალებულები ამოიყვანენ რაბის სიტყვებია ერთი აშკენაზი ადამიანი გადაცვალებული დიდი ხნის მიბარებული მიწაზე როგორც ახალი დასაფლავებული ისე ამოიყვანეს მისგან ესე იგი მე მინდა რას გულისხმობ ყველა ცადიკი რომელიც მიბარდა მიწას ყველა ძვლებად კი არ იცებათ რა ხდება აგერ ხედავთ გემარაში მასხეთ ჩაბაჩი 152%-ზე რომ კაცმა მიწიდან ამოიყვანეს ცოცხალივით თუ გინდა ახლა ახალი დასაფლავებული რომელიც 100 წლები იყო აბახაბარიოშია გემარა წერაც იქანა თუ რაბი შემარახა წერა სალმუდი ეს არის 152%-ზე და მეორე გვერდზე აბრაჰმანის დროს მოხდა ეს ერთია მეორე წერია გემარაში ბაბამეცირაში არის რები შემონ ბარიოხაის ბაჟიშვილი 22 წელიწადი მისი ტანი
მისვალებული გზანდებოდა, მაგრამ ზემოთ თავანზე ქონდა მის სოლ შენახული და არც შეხეულა, არც ჭია, არც მატლი, არაფერი. ნახეთი გარაგე მარაშიც. მოკლედ, იოსები ეუბნება ამათ. თქვენეო, გვახვალთო ეგვიპტედანაო, ჩემი ძვლები არ დაივიწყოთო. ანუ საპირისატან. რაიც შენ რო ძვლებად იქცევ. შეიძლება გამჩნევა შეგინახოს. შენი წანი, შენი სხეული და შენ მარტა დარჩე შენახული ტანით, როგორც ბევრი ჭიშმარიტები ზანდებოდნენ ასეთები. აი ბოლო დროებში ხო ხედავთ აგერ მოგიხევით, ერთი-ორი მაღაზე, ძველ დროდან და ახალ დროდანაც. მაგრამ იოსებმა იცოდა ორ პირუს. ერთი იოსებმა იცოდა რომ იცოდა კი არა, უბრალოდ იოსებმა თავისას მიუნიჭა ეს საქმე. და თხოვა გამჩნდეს. მე მეფე ვიყავი. მეფობის დროს მეფე წერია პრაში მელეხ ფიოტეხეს დენაყენეხა. სიმშვენიერით უნდა ინახოს მეფე. ჩაცმული, დახურული, გაპარცული, გალამაზებული, ჩადუხებული მეფეა. ამ ამბავს რომ ჩემ ტანს ვაყრიდი სიცოცხლეში ამდენ სიკეთეს. თან იმ პირველ წელიწადს როცა მამას დევეკარგე სარკეში ვიხედებოდი, ვიბარცხნებოდი, სილამაზეს უყურებდი. ეს ნაპერწკალი ცოდის არ გამყვეს, ყოლამსაო და მე გთხოვ გამჩენო, ჩემი ტანი რომელმაც ამ ყოლმიდან ისიამუნაო, იმ ყოლამს რომ ვიბარდებიო, გაფუჭდეს ის სხეული ტანი და ზვლებად მახსიენეო. აი, ცმაგ საკითხული ერთ წეფერში, შემიშუელში, იქ მაგ ნახული ეს მაგარი ფირუში. და მეორე ფირუში გეტყვით კიდე, რომელიც რომ ძალიან სასწაული გაგება არის არ და ფირუში არის. სინამდვილეში ამ მეორე ახსნით თუ პირველი ახსნით იოსების თხოვნით მართლა იოსების ტანით ზვლებად გადაიქცა. მეორე ახსნით ისე ახსნი, რომელიც გეტყვით იოსების ტანი დარჩა ხორცით, დარჩა ზვლებით. აბა რატო ლაპარაკობს იოსები და ეუბნება ისრაელს? აიყვანეთ ჩემი ძვლები აქიდანაო. და თუ იოსებმა თავდაბლობით იკადრა და თქვა, რომ ხალხს არ აგზნობინოს, რომ იმედია აქო, თავის ტანი დარჩებაო, წმინდა კაცათვისის თავსაო და თავდაბლობით ილაპარაკა. სეფერთორად შე რო გვიყვება, ბოლოსში ფაქტი რა იყო? რატო წერავს თორა ამ სიფრებს? მოშემ აიყვანა, აიღო, გაატარა იგი ძვლები იოსების. თორას მაინც დაეწერა, აიყვანა, მოშემ იოსები. ამ ძვლები იყო, ტანი იყო. რატო რას გულისხმობს რა ამ სიფრებში? ფირუში. ეს სიტყვები მე ვიდარაშე რაბი ხახა მოშეზე. ვაბზანდა კირიათ მალახში ჩვენი მთავარი რაბინი, ვაბზანდებოდა იმის გადაცვალებაზე გამოვიდი სიტყვი და თუ არ ვზე 7-ზე. თქვი ეს სიტყვები რასაც ახლა მე გეუბნებით აგერ თქვენ. და კარგად დაუკვირდით, რასაც გეტყვით. მოვიყვან ზეპირად, თამე თორე ვერ გადავშლი ეკანა, არ არის ამის ცერემონია საჭირო, ზეპ მოკლედ გეტყვით. დანიელის მე-6 თავიდან. დანიელში. დარიაბეშმა მადაიელმა როცა რომ ჩაიბარა მეფობა. ის იყო 62 წლის კაცი. არის ყველაფერი მოყოლილი, წერია თორაში. რაშის ფილმში ნახეთ ადგილზე. და მინისტრები ყავდა სახელმწიფოში დანიშნული 123. 120 იყვნენ, ვინც რომ იყვნენ მართველები თელი სახელმწიფოსი, ყველა კუთხის, ყველა ფარხია, რომელიც იყო ყველა კუთხეში და მათ ზემო დანიშნული 3 კაცი. ყველაზე მაღალ დონეზე ყავდა დაყენებული დანიელი. მაგრამ მოთაყოლა მემარო დაინახენ დანიელი, რომელიც მომაღლებული ყავდა მეფეს. ვერ აიტანენ დანიელის მომაღლება. შარს ეძებდნენ ყველანაირად, ჩირკი მესხა დანიელისთვის მეფეს თვალშიო. ვერ გამოუძლებდნენ ვერაფერი მინუსი, ნაკლოვანი ვერ ნახენ დანიელშიო. სახელმწიფო მუშაკად რომ იყო დანიშნული, სახელმწიფო მუშაობაში ვერაფერი ვერ უყოვნესო. მაშინ მოვიდნენ და მოიძებდნენ მიზეზი, მოეშორებინა დანიელი და მიუდგენ მას სახელმწიფო კანონის მიხედვით და კანონი მეფეს ეუნებიან. ბატონო მეფე, გვინდა რომ მომაგდეს შენი მართაფა,
Stelmam sopriom gaigos vinzanadები შენ რაც ძლიერი კაცი მძანდები მქონებითაო აფრიკავაკეთო ესეო ხალხმა მეტაყვანოსო მაგრამ დარჩესო ყველამო გაიგოს ვინარ დარიაბეშიოდა თუ ვინმეს რამე პრობლემა გააჩნიაო შენ ყველას მოუსწი ფულის პრობლემასაო შენ იქნები დამრიგებელი ფულისაო კაცის ვალია შენ ხარ გადახვდელიო ასახნასაედება მოუხსნელი თიქიო თუ რამე არის კიდე დასადები შტაფი შენ ხარ გადახვდელიო არ მივიდეს თუ გინდა ადამიანმა არაფერი გაჭივრებაზე ღმერთის წინაშეც რო აღარ ილოცოსო თუ რამე იქნება ადამიანს სათხოვარიო დაწერო შენთან წერილი და ჩვენ ვართ ატო ჩაი ყველაფერი დავაგმაყოფილებ ამითი შენი სახელი მომაღლდებაო ამას ამდენ თვალს არ ქონდა იყიდა ამათი აზრი ამან არისოდა ესენი საიტკენ მიდიოდნენ რა იყო მათი ბოლო ჩანაფიქრი რა გონდა ამათ დანიელი სამჯერ ოცნებდა გამჩენის წინაშე სამჯერ და დანიელი მის ოჯახში აკოშკები ქონდა გასწნილი მართებით იერუშალაიმსა აღმოსავლეთისკენ სამჯერ დღეში იკუთებოდა წინაშე ღმერთსა რომელიც მომძანდება ბაითი მისი იერუშალაიმში დავო კანონი გამაგრდა გაცნიერდა ყველა იცავს ამ კანონებს კაციშვილი აღარ ლოცვილოს ყველა სალოცავები გადაიკეტა გადაიხურა მოვიდნენ დანიელეზე მის ოჯახში ხალგაზრდა ბავშვი გოგონახე ეკითხებიან 12 წლის ბავშვსა ამის ხადია გამოსწრებია სად ბრძანდება ბატონი დანიელიო არ შეუშალოთ ხელიო ეხლა დამდგარია და ეხლა ზუსტად ლოცვირობს შახრიდის ლოცვასავო ის არის ჯრაზე მიადგენ დედაკენ შემოვიდნენ და ინახენ შენი დანიელი მოკუტული გამჩენის წინაშე იყო ლოცვილობდაო დაიკავენ დანიელი მიუყვანენ მე ფესავო დიდი საათებიდან გასული არის დიდი დრო შუა დღემდე მეფე კიდე მჯერობოდა დანიელის გადარჩენასავო მაგრამ ზეროცა რომ ჩადის მაშინ ხელმწიფე მბრძანება გაცა გაიყვანეთ დანიელი და ჩასვითა ლომების ორმოში დავო კითხულობს მიდრაში შუა დღემდე თუ იმ ჯელად არ იავეშმა დანიელის გადარჩენა ზის ჩასვლამდე მე რა დაშავდა მე რატო არ გაგზელა კიდე რატო არ ილაპარაკა ამ ხალხსავო მაგრამ ეუნება მეფე ამ მოთაყოლამე ამ ტრებს ამ მინისტრებს გამანადგურებლებს ამ ებრაელზე წინასწარმეტყველზე მამგრებს ეუნება რა იცით რომ ამ კაცმა დაიკუტა სალოცავათაო ხნიერი კაცია წამოწვა პოლზე მოისვენაო იტყვილებს თავს ატყვილებს ამათ მეფე ყველანაირად თუნდება ყველა მხარეს ამან ყველა ფერმა გაძლო სანამდეც რომზე ჩავიდოდა მაგრამ ზერო ჩადის უკვე და მინხის ლოცვის დრომ უნდა გადაიაროს წამოდგა ჩვენმა დანიელმა ბრალდებულმა მეფის დვარეთში მის ოჯახში აკოშკაში აღოდა თიგონთე ბილათი კეტორებზე ფანეხა მასად კაპაი მინხატყარე გამჩენის წინაშე დადგა ლოცვილოს ადონაისე ვადაიდირდა ufiyagidtei latexam ai faktis ineდგა ხარ ბატონო მეფეო ministrები ეუნებიან მაბეს ხარი ლაპარაკოს ამაზე მეტი რა გინდო შენ ოჯახში ბედავსო შენ კანონებ არ ღვევსო ამაზე სიტყვი მოიკუტაო დავარდა პოლზეო რაღაც აღება უნდაო წამოწვა ლეჟანკაზეო რა სიგონებ რო იგონებო თუ კანონია იკანონოსო თუ არავა და ყველა კანონები დასამხობია ასაფიქრებელია კონტაქტზეო ზომოისვინა მეფემ გაიყვანე დანიელი და ჩასვით ორმოშიო ასიტყვებით აცილებს დანიელს დანიელ ღმერთმა რომელთანაც შენ მსახურობ რომელსაც შენი თაყვანები იმან გადაგარჩიდოსო მაგრიტანაო შორდება დანიელს ერთ მხრივ ტირის გული უტირის ამნაირი ნასწავდი ამნაირი კაცი წმინდა ქაშერი ადამიანი სწორი კაცი მართალი რო არაფერი ნაკლოვანობა არ გამოჩნდა ადამიანში
აი კანონი გამოუგონეს სპეციალურადაო როის მახიში ჩაგდებულიყო ჩავარდნილიყო მისთვის კანონი დაწერენ დაუგვირდი ორი სტანდარტი სამგე სტანდარტი დანიელისთვის სამგე სტანდარტები სხვებისთვის ამისთვის დაწერეთ რომ კაცმარილოცოსო ამიტომ შემამაგორეთ ეს მედი დაკანონებული კანონებიო მაგრამ ვერ გადავა კანონს წაიყვანენ დანიელი ემცირე საგამოს მის წინაშე არ მოსულა არაფერი მუსიკა ორი მღეროდნენ ყურვარილი იშლებოდა ცეკვამდენ სულაფერი შეაჩერა რამაც ეკებსო პიროდა ღმერთო შენ გადაარჩინე დანიელი ზეუპატა დილის არიჟრაჟზე ზერო გამოდის მეფე გამოდის და ეს ამბავი ყველაფერი ხდება პესახის პირველ კაიდეს აგანდა შენ პესახის ღამეს დანიელი ბატო კი არ არის შიგნით გამჩნევა გამოგზანა ხაბაკუკანა ასე რაბინუსაღადია გაუყოს მიდრაში წერია ხაბაკ გამოგზანა გამჩნევა ეუნება შენეო იერუსალიმში როჭი ხარ და ყურბანი ჩლიო და ჭამო ამაღამ გადაგინდა დააყენო დანიელი შენ მეგობარიო ამაღამ დაიწყებსო მარორის კურთხებასაო არა მარორი კი არა ხრინზე კი არა კურთხებსო ცხოვრების მარორზე როგორ გამწარა ღმერთმა ცხოვრებამაო ამას დარტირებსო შერასაქმე გაგანა ჩამოდი ჩქარა იყავ მაგასთან ანგელოზმა ჩამოიყვანა ჩამოსვა შიგნით ორმოში ერთად არიან აყენებინა გადას დედიერად ირის არიჯრასზე მეფე შემოდის ახსნა თავი 50 კვირის დანიელ შენ ხმაო ღმერთისაო ცოცხალი და უკვდავისაო ნუ თუ შეძლო შენ მაღმერთმა რომ გედერჩინა შენი თავიო დანიელი წვრილი ხმით დაბლიდან პასუხობს ბატონმა მეფე დარიავეშმა იცოცხლოს უკუნის ავდესტო კი გამოგზანა გამჩენმა არიეთე ბეხილა მაღლაური ლომი რომლის სურათიც მიკრული არინგისია კაბოდოზე დამანში აშინა დააფეთა ყველა ლომებიო ცოცხალი ვარ ბატონო მეფეო გამოიყვანენ დანიელი ორმოდან ნაზარალები არაფერი გამოჩენილა მისანზე დაავო არ ჩეხევა არც არაფერი არც ასწრილება ეი დავითმა რო დაინახა დანიელი წინასწარმეტყლობით რო დაინახა ფორმა როგორი ჭრდა იქანა ორმოში დაწერა განთქმული სიტყვები ასე რამს დავიდი ქეფირი ვრაშუ ვერაყებუ ბედორში ადონაი როიასე რუკონტო ფირუში ეს ყველგან ცინი ლასერ კონტო რანი ფირუში ქეფირი ვრაშუ ვერაყებუ ლომებიო დასაწყლდნენ და დამშვიდებიანო მაგრამ შენ მომლოდინებს უფალო მათ არ დააკლდებათ არაფერიო ანახა დავითმა დაინახა დანიელი პორზე კი არ იყო დამჭრალი ლომების კისერზე იყო დამჭრალი ეს მაგრახული მიდრაშ თეილიმში მიდრაშ თეილიმ აიაიო შემყალცავარ შელარაიოთ ორი ლომი კი არ იყო სამი ლომი 1000 ლომზე მეტი იყო 1600 რაღაცა წერია ლომებიყვნენ შიგნით ორმოში ეს იყო ზოოპარკი პარკი რო თქვა სახელმწიფო ლომების ზოოპარკი აგანა ჩასვიში დანიელი გამოიყვანეს დანიელი ტერი მაინც არ წანა ვაი უეუროლა პარაკეს ეფეუნება ამათ ძამლე ჭიშმარიტი კაცი გინახიათო ლომებთან შევიყვანეო გამჩნევა დაამტკიცა ჭიშმარიტობა მისიო ლომებიც არ შეეხო მალომებიო გამზღარი ლომები იყვნენ და იმიტომაო გამზღარი ვაიე გამზღარი ლომები ზე დოლათიანა დაჭამინა სვამი შუადღის ბირის ატვერი სადილი მეტი ყველაფერი მირწმეული დოლათიანა დავდა როცა მაზღრები არიანო ლომებიო ადენა შეიძლება მაზღრები იყვნენ და მშიერები მაგას ახლა ვნახავ ჩვენეო ხელმძღვანელი მძანება გაცა აიყვანეთ ესენი სუყელაო ჩაყარეთ შიგნითაო ემ უბნემუშე მაგენი მათი ცოლებათი შვილებიო ამუბედურ ხალხი დაიბადებო სუყელა ისროლიში რა წერია იქანა წინასწარ რასერას ნახეთ იქანა დანიელი და არ იყვნენ მიწურული ორმოს ბოლომდე არ იყვნენ კიდე ლომემა დაიქია კინდა მათი ხორცები დაგლიჩენო და დაფქვენ მათი ძვლები ესე იგი ძვლები ვეთ აცმოთა მედიკუ დაფქვენ დანაყენ ბოლომდეო მე შეგიყვან დადებოდა ბავშვობაში ლომემა ამათ და სტეკები ჭამა კაბაბი გააკეთა
ზულები დაკვნიტა ოდიში აში მაინტერესებს მე თუ აქანათ ელიასი ის არის რომ ვინც იყო ჭიშმარიტი გადარჩა და ვინც იყო ბოროტი მის ნაცვლად წავიდა საკმარისია ჩავიდნენ თუ არა ჩავიდნენ ორმოში მოკლენ მაგენი ხორცი ჭამებს ზულები დააყოლენ ღვინო მიაყოლენ რამე ნაყლება რა დალია რა ჭამა ლომა იქანა რატო გვიწერა ჩვენ წინასწარმეტყველი არ სიტყვებ და მათი ზულები დაკვნიტენო იქამდე მივიდაო არის განაც მოისმინეთ კარგად ადამიანი რომელიც მადლება კეთებს ანზე გეწერებათ იცოდეთ თქვენი მადლება რა მადლებასაც აკეთებ ამიტომ არის ჭიშმარიტი ადამიანები მათი სახე ჭიშმარიტისა რატო ეწერება ჭიშმარიტობა კედუშა ზიარა ყელიონა ზღვარი სიტყვებით მაღლაური შუქით დაწერილი არის მათანზე შულზე ყველა კუთხეში სავსე არის იმიტომ აქვე შეხინადიაო რო იყვიან კადოშ ადამიანს წმინდა ადამიანი შეხინები ლაბარაკოსო მის საქმიდანაო ასე რამდენიმადლებ გაგიდნენ გეწერება თანზე სოდობრალის გამკეთებლებ სოდობრალი წერება აბეწერავს ეხესგელი ფათი ყაბონოთან ყალყაცმოთან დაიყო თავიანთი სოდობრალიო თავიანთ ზულებსეო ასე შემსულებსე არ არის საკმარისი ტყავზე დაწერა არის ზოგი იმდენ სოდოს აკეთებს ადგილი აღარ არის ადგილი ამზე აღარ ეტევა ყველგან დაწერილი და ჩხაპლინია ფელიტანი უკვე დამთავრებულია ყველგან დაწერილია ჩხილებზეც არის დაწერილი ხელის ნებებზეც არის დაწერილი ყველაფერი სამსია კუთხე აღარ დარჩა სანტიმეტრი რა შევა მაშინ ანგელოზი უკვე ზულებზე გადადის და მათ ზულებზე წერავს სოდობრალი აუგეთ კარგად რადგანაც ასე ეს ხალხი ნაირ სოდობრალიანი იყო დანიელის მაშპიონი ხალხი ვინც უშპიონა დანიელს ვინც უდი ლაპარაკა განანცხა კანონები გამოუგონა ისეთი ბინძურები იყვნენ თვითონ სახელმწიფოსთან ოპარაში კაცარცვაში მიუქში ხემდათ მამონში რაც სოდოგინდა ყველაფერი გონდა გაკიდებული დერი ყასერე დებაროზე გადამნელები იყვნენ ყველა კანონებზე დამრღვევი ყველაფრის ობლების სემელები ქურივების არაგამხარებლები მიზღებში მანათის გამწოდებლები არ იყვნენ გაჭირებულს დამხმარე მიზღებში არ იყვნენ წამრთმები წამგლეჯი კულელები როციახები ასეთი ხალხი იყვნენ მათი სოდობრალი უკვე დაწერილი იყო მათ ზულებზე ტანზე ადგილი აღარ იყო ტანზე და ზულებზე გადავიდა აბა ლომებმა დაინახეს სოდობრალს შეეხი ხო იყო თუ ზულები იყო დაკვნიდნენ ყველაფერი დამთავრდა ყველაფერი ერთ იგივე ახლა ნაბა ბედნიერი ადამიანი მადლებით საკეთებს დრადანამე თორაში არის გამჩენილ სამსახურში არის ლოცვაში არის ბაღამადოში არის თერი მის მოყოლაში არის და გამჩენილ სახურება ვის გაუწყოს ხელი ვისაც უქოს ვის მიცეს გაიგე ვიზე გაწუდეს კიდე ვისი გაჭირება მოისმინოს და იმ ოჯახში შუქი დაანთოს სიკეთის არის ეს ვერიტანებენ ირს ცრემლებს იწერება მათი მადლები უკვე ტანზე ადგილი აღარ არის გადადის ფლექსზე ამას ეუნება იოსები დავის ძმები შემნაირიო არ გეწყინოთო ანდეზასტეებს მადლიანი კაცი სოფლიო რო გადავარჩინიო კაცობრიობა გავაცხიო მივხედე და უპატრონე ყველა მოხოხიალეს დედამიწასეო იქამდე რომ და თორამ ქალქალ მასე ქალქელან სოფლიო ეკონომისტი რომელმაც თელი ეკონომიკა სოფლიო შეცვალა კაცობრიობა სიკვდილ გადაარჩინა ვოზდუხი აერი მისცა სიცოცხლის ადამიანებს შემნაირიო ამ ქვეყანას ჯერ არ ხისებდა მე იმდენი მადლები მაგ გაკეთებულიო მარტო ხორცე კი არა დაწერილიო ჩემ ზულებშიც არის დაწერილიო და ჩემ ზულების შიგნითაც დაწერილია კიდევ და ამიტომ ეუნება იოსები ამათ რო გახვალთ აქიდანაო აიყვანეთ აიღეთ ეს ზულები ჩემი რომ დამაგვარი ზულები სოფლიოში არ არსებობს იმას კი არ გულისხმობს რომ ხორცი არ იყო ხორციც კი იყო მაგრამ ამ ზულებზე ლაპარაკობს ბევრი არ იღირსებაო რო ასე დაიწეროს ის ზულებზე მადლები როგორც ჩემ ზულებზე დაიწერა აი პირუში ჩემი პირუში არის რაც აღარა თქვი ლომებზე ეს მაგ წაკითხული ბიგაშარპიოჩი იმის დამაგვარი გავაკეთე აქ იოსების და ამით დამწყნარდა ჩემი აზრით
რას ნიშნავს აქ ვაიგახ მოშე ეთ აცმოდ იოსებ იმუ თაკოდ יפקוד אלוהים אתכם והעליתם את עצמותיי מזה איתכם ישראלי שבילי ישראלי שבילי רוצה רומץ עמולי זביס ציינת גנן Ashvinas ოთხ პარტიად გადაიქცა ისრაელი. ნუ პარტიობა ჩვენში პოლიტიკა. ერთი ჭკუის ხალხი მაინც არ მიგავით არასოდეს. არის ხო იცი? ის ლიკუდ ის მაგარახ არის მაგარახ თუ ბენუხამის გამჩენა აღარ მაგარახ წასვია. რა ვიცი, მეგე დაბოდასვია. ვაზოუზარდენ. ის თიკვა ხადაშა, თიკვა ეშანა, ის ხათი დენ ხათით, არ ვიცი რა დავარქვათ. ის ბარუხაში ნე პარტიები მოდის და მიდის ისე რომ მატარებელი ისეა მატარებელი ზოგი ადის ზოგი ჩამოდის გამჩერმა გვაცილოს არა სიმართლე ეს არის ხო მოდი გამჩერმა გაუმარჯოს ვინც არის წამყვანი დღეს ბედნიერი წამყვანი გავს საისრაელოს და გვერდმა მის აცლახა მენეირაცო ჩვენი რელიგიურ პარტიებთან ერთად შასის პარტიასთან და დარჩენებთან გაზიარებული იყვნენ ამენეირაცონ რომ თორა გამაგრებული იყოს და წმენა საისრაელოში ამენ მაგრამ მაშინაც იყვნენ ოთხნაირი ადამიანები რომლებიც ლაბარაკობდნენ აქ თარგუმ იონათან მეყუზერის სიტყვებია სხვასთან განან არიციან რა გააკეთონ აი ომერ მოშელაყა ალთირაუ სამი გამშინდა ალთირაუ შეშინდებით ოთხ პარტიად გადაიქცა პირველ პარტიას ეუბნება ითიაცებუ რუედი შუყათ ადონაი აშერია გასელახემ აიო იყვნენ ხალხი ამბობდნენ იმის ნაგივრად ეგვიპტელების ჯარის ხელში რო ჩაბარდეთო ჯობსო თავი მოვიკლათ თავი დავიხშოთ ჩავბარდებით ინტერსაო მათეუნება მოშე არა გამართულად დადექით უგახსნით პირს სატანზე გამჩენიშველას დეელოდეთო მეორე პარტია ამბობდა ავრუნდეთ ეგვიპტეში ჩავბარდეთ ამ ჯარს უკრიდან მამსვლელს აბრუნდეთ მათეუნება მოშელო აშერე ითემეთ მიცრაიმ რომ ეგვიპტე გინახიათ დღეს მათ უკვე ვეღარ ნახავთ იცოდეთ დამთავრებული არის მონობა მესამე პარტია ამბობდნენ ჩვენო შეარაღებული გამოვიდით ეგვიპტედანაო ავიღოთ ხმალი ვიოყოთ მათეუნება მოშე არა უფალი ომებს თქვენთვის მეოთხე პარტია მაშინაც რელიგიის ხალხი მორწმუნე ხალხი დამდგარი არიან და ლოცვილობენ გამჩენისაში ათეუნება მოშე ვეათემ ახარიშო თქვენეო გაჩუმდითო ხლა ლოცვის დრო არ არისო არის დრო ლოცვის არის დრო მოქმედების ადამიანი არ უნდა შეგეშალოს უნდა იცოდე რა უნდა გააკეთო გამჩენიურება მოშეს მათი წყაკელაი რას პირი ხარ ჩემსკენაო მათი წყაკელაი დაბერ ელბენე ისრაელი ისაყო აბა რა უნდა გაიგეთები რა მოშე არ უნდა ელოცნა ვერ გავიგე რა უნდა გამჩენ უნდა ეთქვა კადოშ ბარუხუს აი ლოცილობ კარგია მაგრამ ისამო იდით დაიწყე შესვლა წყალში რატოუნება მათი წყაკელაი გამჩენი უნება მოშეს ლოცვის დროები კიდე მოგივა ისოდე ოდის იქნებაო და როცა შეცოდამ საისრაელო და გადაუწყდება ისრაელსა გეზერაო 40 დღე გაწერია ჩემთან ამოსვლა და ლოცვაო მემ ზე არბაყინიო მემი არის 40 გემატრია ეი ეს არის 5 რა არის 5 და როცა კერძოთ დაჭირდებაო შენ დასაო მირიამ ამანტყობი გახდება 5 სიტყვა დაჭირდებაო ელ ნა რეფა ნა ლა ანთორდება კიდე მოვა დრო ლოცვისაო მა დიწყაკელაი მე მინდა ეი ლოცვების დრო მოვაო ზოგი გძელი ზოგი მოკლე ლოცვაო შენ დაზე ძალიან მოკლე ისრაელზე ძალიან გძელი ლოცვაო აქან არის ლოცვა აქან ჭირდება მოქმედება შედი წყალში და მე ვარ თვირგერჩი წოდე შემოდის მოშერაბენო აი მოშერაბენო ჯოხი მაგრამ იცოდეთ
მოშემ ჯოხით კი არ გაუპია ზღვა კი არ გაყო ის წყლების ჯოხით არა არემეთ მატეხა დავიდი ნაბარო გაგებარი რასაც თარგმნიან აქანა თარგმნიან არასწორად არემეთ მატეხა აიღე მოაშორე იგი ჯოხი შენიო უმტე ეტიადეხა ალაიამ უბკაყეუ შენი ხელითაო სიმანი ნიშანი მიეცის ზღვასაო და გაიყოფა წყლები ჯოხი გააშორე ხელი იხმარე ხალხმა თქვას რომ ჯოხშია რაღაცა ძალა არავით არის გამჩენშია ძალა გამჩენი თუ იტყვის ხელ შეუძლია გაკეთოს გამჩენი თუ იტყვის სიტყვით შეგიძლია წყლები გამოიტანო მოქმედება რა რასაჭირო ამით იყო მოშე რაბენუმ დაანახევრა ზღვები აზიაში მოშე მაშინ იმღერებს მოშე სიტყვა დაუგვირდით არ წერია თორაში მაშინ იმღერა მოშე მაშინ იმღერებს ამავლის სენით დაადგინა მიდრაშმა რო დადგება მაშინ რომ მოგზანდება გამოიყვანს მოშე თელ უდაბნოში გადასვლილებს ყველა მიცვალებულებს დაერთად როგორც მიცრაიმიდან გამოსვლისას წყალი ზღვები რო გაყო მოშე ყველა მღეროდა ერთი ხმით ასე სიმღერით შემოვლიან ერეთ ისრაელში მაშინ ამბობდა მოშე თებიემო ვეთიტაყემო მაშინ იტყვის თებიენუ ვეთიტაყენუ ჩვენ მივიყვანე და ჩვენ დარგიდა ღმერთო შეგვეცია ვრაი რაბოთაი დირექტორები ყოფილიყოს იმათ სახელზე ვინც რომ დაგვაკლდნენ ადრესეული ახალგაზრდა სამწუხაროდ მიხეილ ბენ ელიაუ ბენ მიხეილოვის სარა მენუხამის დამჩეველაშვილი და მეორე ის ახალგაზრდა ბავშვი რომლის 30-ით შედგება ახლა კვირეს ახლა კვირე რომ მოვა 30-ით საფლავზე გამდგება მის სახელზე მე დავწერე სპეციალური დაწერილი მაცევაზე თაველი ბავშვი მაგრამ იოშუა იაშა ელიაკიმ ბენ იცხაკ ანოლადმინა თელა ორა მაგენი ელიაშვილების ოჯახი მენუხამიცის გამჩნდა დანარჩენები ყველა მომყობებს უსურვებ ჯანმრთელობას მე ვთხოვ ჯამათს ძალიან ვთხოვთ თქვენ თავს მოვuadეთ არ არის დრო გასვლის ხლა კეთება ცინები კეთდება და გავიკეთეთ პირველი ხა მეორე გასაკეთებელი მაქვს მოვალ კვირაში ბეზრად შენ ჩვენ ვაკეთებთ ეს ვამთავრებთ ამ თელ პროცესს მაგრამ ისეთი ვარიანტები ჩნდება კიდევ სოფლიოში მაინც კარგი იქნება რომ პირბადი მაინც გექნეთ გაკეთებული გაუფრთხილდით მეტროთი ერთმანეთთან მოკარებას ხელის მოცემას არ ვიცი რაღაცა ისეთი რაღაცა მოვიდა სოფლიოში რომ ცოტა მაინც საფრთხილებელია მე იმედი მაქვს რომ წელიწადი რაც დაიწყო და მთავრდება როგორც დინამ შენეშაყი მიგინამ 12 ხოდეში გიმარა შემოყალი ზეთყედუიოჩი ხო მეორე ფერებზე ასევე არის დამაგვარი არის და ეს რაღაცა მაბული თუ არ არის როგორც იყო ნოახის დროს ეს იგივე მაბულივიდან მაგეფანო ალეხე და გამჩემაღმერთ მაქნას რომ წასულიყოს და ყოფილიყოს აცი დიდობა სოფლიოში და საისრაელოში ამენ დაგიყენოთ ღმერთმა ბედნიერი ტუბის შოვატი არ დაგავიწყდეთ ხილზე კურთხება დიდი მადლია აგურთხეთ ეგელოცად ოჯახი დოლათით სიკეთით და ბარაკით ამენ ქენი რაცონ ბედნიერი როშაშანა ლაილანოთ ყოფილიყოს ამენი რაცონ